ყველაფერი პოლიტიკაა. ჩვენ კი ვშიფრავთ კოდს, რომელიც გავლენას ახდენს შენზე. პოლიტიკური კოდი, ანალიზი, ფაქტები და კითხვები, რომლებსაც პასუხი სჭირდება. მოგესალმებით, TV+-ის ეთერშია გადაცემა პოლიტიკური კოდი. მე ხატია ბანცაძე ვარ. დღეს კი სტუმრად გვეყოლება ბატონი ტრისტან წითელაშვილი, სამხედრო ექსპერტი და გენერალი მაიორი, ხოლო ბატონი ლევან ჩხეიძე გახლავთ ადვოკატი და უფლებადამცველი. მოგესალმებით და მადლობას გიხდით გადაცემაში მობრძანებისთვის. მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის. მოდით საუბარი დავიწყოთ საგარეო პოლიტიკით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური თემებია. ეს არის ტრამპისა და პუტინის შეხვედრა, რომელმაც ასე რომ ვთქვათ, შეცვალა პოლიტიკური დღის წესრიგი. აი ამ თემაზე გავაკეთოთ კომენტარი, მანამდე კი გეტყვით, რომ დღეს არის შეხვედრა დაგეგმილი პუტინისა და ტრამპის, რომელსაც დაესწრებიან ევროკავშირის სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირები, როგორც არის ზელენსკის და ტრამპის, როგორებიც არიან ურსულა ფონ დერ ლაიენი, მაკრონი, მელონი და სტარმერი და ასე შემდეგ. დავიწყოთ ბატონო ტრისტან, თქვენ განიხილეთ ეს თემა და შემდეგ თქვენ დააფიქსირეთ პოზიცია. მე კიდევ ერთხელ მივესალმები ჩვენს ტელემაყურებლებს სრულიად საქართველოს და მივესალმები მთელს სამყაროს, რადგან ყურადღება იყო გადასული და გადართული სწორედ ამ მართლაც მნიშვნელოვან შეხვედრაზე. ეს შეხვედრა აუცილებელი იყო, რადგან სოფლიო გადარჩა მესამე მსოფლიო ომს. ეს ფაქტის წინაშე ვიდექით ჩვენ და იყო ის დაძაბულობა და იყო ის რომ ვიტყვი ყოველდღიური შიში იმისა, რომ ვიღაცას რაღაცა დაატყდა თავში და შესაბამისად შესაძლებელი იყო, რომ მართლაც მომხდარიყო ის დიდი ტრაგედია და ის დიდი რომ ვიტყვი შეტაკებები, რაც გადაიზრდა მესამე მსოფლიო ომში, ხო? ეხლა მოდი დავიწყოთ ცოტა ესე იგი რაღაც უკანა იმით გადავიდეთ რა, როდესაც რა იყო, რა მოხდა, რა იყო მიზეზი ამისა, რატომ მოხდა ეს დაძაბულობა, რატომ დაიწყო უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია. ამის მიზეზი რა იყო და ვინ იყო თავი და თავი ამ მიზეზის, ხო? ეს პირდაპირ თქვა და პირდაპირ უთხრა ჩვენს ტელემაყურებლებს, რომ ძირითადად მთლიანად მთელი ამ დიდი პროვოკაციის, რომელიც პროვოკაციას თავს მოახვია საზოგადოებას და თავს მოახვია სახელმწიფოებს, ქვეყანამ ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატები, რომელმაც წლების მანძილზე გაწერეს ეს გეგმები, თუ რომელ ქვეყანაში უნდა მომხდარიყოს სწორედ მსგავსი ესეთი კერები და შესაბამისად ამ კერებს მისცემოდა განვითარებადი ხასიათი, რომ შემდგომ ეს გადაზრდილი იყო ფართო მასშტაბიან საომარ მოქმედებებში. ამის ცდელობა იყო 2000 წელს საქართველოშიდაც, რაც არ გამოვიდათ და ვერ მოახერხეს. ამის ცდელობა იყო კიდევ ბელორუსიაში, როდესაც არჩევნები ჩატარდა და არეულობა დაიწყო და შესაბამისად ვერ მიცეს ამას მასშტაბური ხასიათი. მაგრამ უკრაინა შეარჩიეს და უკრაინა იყო მართლაც ის ტერიტორია, სადაც მოახერხებდნენ და განახორციელებდნენ სწორედ იმ ფართო მასშტაბიან სამხედრო ოპერაციებს, რომელიც დღეს მიმდინარეობს, ხო? ეს დაიწყო სწორედ 2014 წელს. 2014 წელს დაიწყო უკრაინაში, მაგრამ მანამდე იყო მზადება ამისა. ეს იყო ფაქტიურად უკვე ის ეგრეთ წოდებული ფერადი რევოლუციების ფონზე უკვე შექმნილი უკვე დაძაბულობები, მომზადებული საზოგადოებები, მომზადებული ჯგუფები, თვითონ იდეოლოგიაც ასე წარიმართა და საინფორმაციო ველი, რომელიც მთლიანად მოიცვამა ყველაფერმა აბსოლუტურად უკრაინის ტერიტორიას და შესაბამისად მოამზადეს წინასწარ უკვე ის რომ როგორ მომხდარიყო და გადაზრდილიყო ის პატარა მცირე შეტაკებები ფართო მასშტაბიან საომარ მოქმედებებში. ეს ამას ჩართული იყო ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი ხელისუფლების მხედველობაში იყო ეს ბაიდენის ადმინისტრაცია, მისი ხელისუფლება და მისი მთელი სპეცსამსახურები და უკრაინაში იყო გადმორთული მთლიანად მთელი სისტემა იმისთვის, რომ უკრაინაში დაეწყოს ფართო მასშტაბიანი საომარი მოქმედებები დონეცკის, ლუგანსკის მიმართულებით და შემდგომ მიახლოებოდნენ რუსეთის საზღვრებს და ფაქტიურად ერთი მიმართულება არ იყო შერჩეული, იყო საქართველოს შერჩეული
მოქცეული იყო და საქართველოსაც იყო ეს გეგმა გაწერილი და იყო ბელორუსიას და ბელორუსიას იყო ეს გეგმა გაწერილი და საქართველოზე მომზადებული ყავდა სააკაშვილი, რომლის დესანტირება მოახდინეს მათმა არაჟნის კონტეინერით და მას უნდა მოეხდინა საქართველოში რევოლუცია, აეღო ძალაუფლება ხელში და დაეზაბა სიტუაცია აფხაზეთის მიმართულებით და სამაჩაბლოს მიმართულებით. აი ეს არ გამოვიდა საქართველოში მიხეილ სააკაშვილი ფაქტიურად უკვე მოახდინეს მისი იზოლაცია, მაგრამ უკრაინაში ეს გამოვიდა, უკრაინაში ეს გააკეთეს ძალიან რომ ეთქვი ორგანიზებულად და უკრაინა ჩაეწიეს მართლაც ამ სიბინძურეში და უკრაინა გაწირეს ფაქტიურად და უკრაინაში მთლიანად მოახდინეს მთელი გარეშე ძალების მობილიზაცია და დაიწყეს ფართო მასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები. ეხლა რა იყო მიზეზი და პუტინი რას ამბობდა რუსეთის პრეზიდენტი და რას თავაზობდა ბაიდენის ადმინისტრაციას და რას თავაზობდა საერთოდ ევროკავშირის ლიდერებს და დასავლეთს, რომ ეს ნაბიჯი არ გადადგმულიყო. ის ამბობდა, რომ უკრაინა არ უნდა გამხდარიყო ნატოს წევრი ქვეყანა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა განლაგებულიყო უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზები, ნატოს სამხედრო ბაზები. ამავდროულად მომხდარიყო ნაცისტების განიარაღება და ფაქტიურად უკრაინაში უნდა შემწყდარიყო რუსულენოვანი მოსახლეობის დევნა. რაც ეს ღიად ჩანს და რაც ეს დღესაც მიმდინარეობს, ხო? ნუ ეს არ გაითვალისწინეს, ეს არ გააკეთეს. ეხლა დონეცკი, ლუგანსკის მიმართულებით პატარა მცირე შეტაკებები არსებობდა და იყო და მიმდინარეობდა უკვე 2014 წლიდან უკვე მიმდინარეობდა ეს შეტაკებები. და შემდგომ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო. ამის გამო შეიქმნა მინსკის ფორმატი, მინსკის ფორმატს, რომელსაც უნდა დაებალანსებია ეს ყველაფერი აბსოლუტურად და როგორ მოეხთინა ამ ცეცხლის ლოკალიზება, მაგრამ როგორც ვიხილეთ, მინსკის ბალანსი, მინსკის ფორმატშიდაც აღმოჩნდნენ და აღიარეს ევროკავშირის ლიდერებმა, რომ ჩვენ ეს ფორმატი გვჭირდებოდა იმისათვის, რომ დრო გაგვეწელათ და უფრო მეტად მომზადებულიყავით რუსეთის წინააღმდეგ. ეს მერკელმაც აღიარა და სხვა დანარჩენმა იმათ. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ დიდი ტრაგედია მოხდა. დიდი ტრაგედია მოხდა ის, რომ უკრაინაში მთლიანად უკვე ფაქტიურად აღმოსავლეთ უკრაინა განადგურდა მთლიანად. შეხედეს, რომ როდესაც დარწმუნებული იყო დასავლური ძალები, ის პოლიტიკოსები, ლიბერალი, LGBT ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი ლიდერები, ევროპელი ლიდერები მხედველობაში საფრანგეთი, მაკრონი, გერმანიის კანცლერი, ამავდროულად იტალია და ის დიდი ბრიტანეთი და მით უმეტეს ამერიკის შეერთებული შტატების მთელი ეს ბაიდენის ადმინისტრაცია, რომ ისინი თუ ესე იგი ფაქტიურად ამას მისცემდნენ მასშტაბურ ხასიათს, ისინი დაშლიდნენ რუსეთს. ამისთვის იყო ეს ყველაფერი. ასევე მუდმივად გვეყიჟინებოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ გახსენით მეორე ფრონტი საქართველოში. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ აქ ითხოვდნენ ჩარტერულ რეისებს, ითხოვდნენ და ხელისუფლებას თუნდაც უნდა გაეშვა უკრაინაში ქართველი მებრძოლები და ამაში ოფიციალურად უნდა ჩართული იყო საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ ასევე კარგად გვახსოვს, როგორ გამოდიოდნენ ნაციონალ-მაზრობის ლიდერები და პირდაპირ საქართველოს ბრალდებდნენ, რომ თითქოს საქართველოსთან იბომბება უკრაინა და საქართველოსთან შედის ისა იარაღი უკრაინაში რუსეთის მხარეს და ესე იგი საქართველოს გზის გავლით ხდება რუსეთის ჯარების აღჭურვა გარკვეული იმისი ტექნიკით და შეიარაღებით, მაგრამ რუსეთს ათუნა ჩვენი დახმარება თვითონაც იმდენი აქვს, რომ ვერ გაუგიათ ესა და აქ კიდევ სამხედრო ბაზები, რომლებიც დაკონსერვებული აქვს, ხო? მართლაც ესე იგი აუცილებელი იყო ეს შეხვედრა. ამ შეხვედრას მე შევაფასებდი და როგორც სამხედრო და როგორც სამხედრო ექსპერტი, ეს იყო ძალიან აი როგორც მნიშვნელოვანი და ძალიან შედეგიანი იყო, რადგან ადამიანები, რომლებიც შეხვდნენ ერთმანეთს, მათმა გადაწყვიტეს და მათმა მიცეს საშუალება უკვე მთლიანად მსოფლიო საზოგადოებას და იმ პოლიტიკურ ელიტას იმის საშუალება, რომ როგორმე ეს პროცესი გადაიდოს მშვიდობიან ჭრილში. ეხლა რამდენად უკვე ეს ინტერესი შედის, ზელენსკის ინტერესი შედის, რამდენად ევროკავშირის ლიდერებში შედის, რომლებიც აღშფოთებულები არიან და შეშფოთებულები არიან, თურმე არ შეიძლება და არ უნდა შეწყდეს ცეცხლი და ომი უნდა გაგრძელდეს. ეს სხვა საკითხი არის და ამასაც შევეხედეთ, მაგრამ შეხვედრა, რომელიც შედგა, ეს იყო უნიკალური შეხვედრა. ეს იყო ის ორი ადამიანი, ორი დიდი ზესახელმწიფოს ლიდერები შეხვდნენ ერთმანეთს და უკვე შეთანხმდნენ. შეთანხმება რა არის და მოთხოვნა რა არის და ალბათ ეს ალბათ არ შეიცვლება არც ერთ შემთხვევაში, რადგან უკვე თუ აქ დიდი მსხვერპლია, რაც როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს, ხო? ახლა ნუ რუსეთსაც ძალიან დიდი მსხვერპლია გაღებული იმასთან დაკავშირებით, რა ესე იგი
მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაციების ჩაატარა რუსეთმა, ხო? ეს არ არის ეგრე ადვილი გასაკეთებელი და ჩასატარებელი. ამან დიდი მსხვერპლი მოუტანა რუსეთსაც და ასევე უკრაინასაც უზარმაზარი მსხვერპლი მოუტანა, ორი იმდენი მსხვერპლი მილიონ მარტო ჯარისკაცებია საუბარი. თავიდანვანებად მოსახლეობისა და სხვა დანარჩენი ადამიანების მსხვერპლს, ხო? აქ ამიტომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს. ეს პროცესი თუ არ შეჩერდა, ხო? ამას გაგრძელება ექნება ძალიან ცუდი და მით უმეტეს ბურთი არის რუსეთის მხარეს ახლა. ამ წუთში, ამ ეტაპზე, რადგან ის არის მომგებიან პოზიციაში. მას ყველა მიმართულებით აქვს სამხედრო ოპერაციის მხრივ წარმატებული მოქმედებები აბსოლუტურად. არც ერთი წარმატებული ოპერაცია ამ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების და სპეციალური სამხედრო ოპერაციების მიმდინარეობის დროს უკრაინას ვერც ერთი წარმატებული ოპერაცია ვერ ჩაატარა. არ ჩაატარა. მით უმეტეს იყო მცდელობა, რომ როგორმე კურსკში ეს იყო ძალიან უტვინო რაღაცეირად, ვინც ეს ოპერაცია დაგეგმა, ახლა ვიცი საერთოდ დაიგეგმეს ოპერაცია და პირდაპირ თქვა ეს დაიგეგმა ნატოს გენერალიტეტმა და ამაში აქ იყო ჩართული ევროკავშირის გენერალიტეტი, რომ მათ უნდათ კურსკის მიმართულებით გააკეთებინათ რაღაც გარკვეული გარღვევა და შესაბამისად შემდეგ ეს სავაჭრო თემად ქონებოდათ, მაგრამ ამ კურსკმა შეიწირა 4 ელიტარული ბრიგადა, რომელიც იყო ბრიტანეთში მომზადებული უკრაინელების მხრიდან. წარმოიდგინეთ თქვენ, აი ამ ხელა უგნური და ამ ხელა, ესე იგი, რომ მეტყვი არასწორი გადაწყვეტილებები იყო მიღებული და ასეთი არასწორი გადაწყვეტილებების ხშირად ხდება უკრაინულ მხარეს. ნუ ხა რუსულ მხარესაც არის შეცდომები და ეს ომია საერთოდ და ომს აქვს ესეთი თანხლები ეს რაღაც გარკვეული სტომილებები, ხო? მით უმეტეს, როდესაც რუსეთმა დაიწყო თავიდან სპეციალური სამხედრო ოპერაცია, დიდი სტომილებები იყო და მან პირველმა სტომილებმა გამოიწვია ეს დიდი მსხვერპლი, ხო? მაგრამ შემდგომში დახვეწეს როგორც თავისი სადაზვერო ქვედანაყოფები, ასევე მოიერიშე ჯგუფების და ბრიგადების და ბატალიონების, მაგრამ უკრაინის მხარეს დღემდე არ გამოდის ეს სპეციალისტია საქმე და დღემდე ვერ შეძლო და ვერ გააკეთა ეს, რომ მას რაღაც გარკვეული მიმართულებით ფრონტის ხაზი გაერღვია და ჩამოეშალა ფრონტის ხაზი გარღვევის საფუძველზე და შემდგომ უპირატესობაში ყოფილიყო, ხო? დახმარება მას უფრო აქვს მსოფლიო. რა თქმა უნდა, ეხლა რა თქმა უნდა, მათ რო ხო, კი. ეხლა დავასრულებ. ეხლა ესე იგი რა ხდება? შეხედეთ, უკრაინაში დღეს ისეთი დიდი რაოდენობის ტექნიკა და შეერღება და საბრძოლო აღჭურვილობა არის, რომ ესეთი არც ერთ სახელმწიფოს არ ქონდა და არ აქვს, მაგრამ ხალხი აღარ არის. ვინ უნდა გამოიყენოს ეს იარაღი და ვინ უნდა ესე იგი იხმაროს, ვინ უნდა გააგზავნოს ფრონტის ხაზზე, აღარ აქვს. ხო, ხედავთ? ადამიანებს აპატიმრებენ, ხო, კი. ადამიანებს ესე იგი რომ მეტყვი პირდაპირ იზოლების წესით მიყავთ, სადაც იზოლებით წაყვანილი, რა ქვია, ადამიანი იღომში ვერ იუმებს და არ იუმებს, ის ესწება ყოველთვის როგორმე რაღაცა თავი გამოიძოს, ან ტყვედ ჩაბარდეს, ან და დატოვოს ფრონტის ხაზზე და გაიქცეს რაღაც სხვა ქვეყანაში გადავიდეს. ეს არის მისი პირველი ფიქრი. და ამიტომ არის რომ დღეს უკრაინის მხარეს მთელი სამხედრო ქვედანაყოფები ვერ დემორალიზებული. მით უმეტეს, როდესაც რაღაც გარკვეულ წარმატებებს აქვს შენი მოწინააღმდეგე, რომელიც შენ გიტევს იქ და აღემატება უფრო მეტ, შენ 3-ჯერ 4-ზე მეტს აღემატება, ხო? და შენ შესაბამისად უკვე ხარ ესე მიგდებული ბედისანაბარობა ქვია მას უკვე. რას გაუკეთეს უკრაინას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და პირდაპირ ლომის ხახაში ჩააგდეს, ხო? ამიტომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს. და ამ პროცესის შეჩერების პირველი ნაბიჯი ის იყო, რომ პუტინი და ტრამპი შეხვდნენ ალიასკაზე და მათმა ძალიან კარგად მნიშვნელოვნად, მაგრამ თავარი ის არის, რომ იქ შეიძლება უკრაინის საკითხზე რაღაც 10-15 წუთი ყოფილიყო საუბარი, მაგრამ თუ მიმაქცევთ ყურადღებას, ხო? ნახე რა გუნდით ჩავიდა ერთი მხარე და მეორე მხარე, იქ ჩავიდა ძირითადად გუნდი იყო დაკომპლექტებული ეკონომიკური კუთხით რა. ძირითადად ეს ეკონომიკური კუთხით იყო, მან ძალიანად აბსოლუტურად ეს იყო უსაფრთხოების საკითხებში ყავდათ ჩაყვანილი თავის წარმომადგენელი, მაგრამ ძირითადად ეკონომიკური გუნდი ყავდათ ჩაყვანილი მათ, რასაც პუტინი და ტრამპი განიხილავდნენ თავიანთ ქვეყნის სამომავლო საკითხებს ეკონომიკური კუთხით. გასაგებია იქ თქვა პუტინმა იგივე უთხრა ტრამპს, რომ მე ეს ამოთხოვნებს არ ვთვლის ის ამოთხოვნებს, მე ამოთხოვნებს ვაყენებ და ბოლომდე, ესე იგი, მე ამას მივიყვან. კი ბატონო, გაითვალისწინებს ზელენსკი ამას გაითვალისწინებს. არ გაითვალისწინებს და მე ვაგზელებ საბრძოლო მოქმედებებს. ეხლა რა ხდება იცი? ეხლა ევროკავშირის ლიდერები არიან ძალიან სულ მდგომარეობაში. ძალიან, იმიტომ რომ ტრამპი გადგა გვერდზე უკვე, იძახის. მე, всё, მორჩა. ამ ომს მეთიშები. ბატონო, აგერ, მიხედეთ თქვენ, იმიტომ თქვენი ეს ყველაფერი არეული, თქვენ დააყენეთ თავდაყირე ეს ყველაფერი.
ტრამპი ამბობს, რომ მე რო ყოფილიყო პრეზიდენტი, ეს ომი არ იქნებოდა და სწორიც არის, არ იქნებოდა ეს ომი. ეს ომი დაიწყო ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომლის მიზანი იყო თლიანად არათუ მარტო რუსეთის დანგრევა და დაშლა, არამედ თლიანად მართლმადიდებლური ქრისტიანული სამყაროს მიწაზე გასწორება. მადლობა ბატონ ტრისტან, ახლა კი გადავიდეთ ბატონ ლევანთან. ბატონ ლევან, თქვენი პოზიცია რა დააფიქსიროთ? ამ შეხვედრასთან დაკავშირებით. ჯერ ერთ პატარა შესავალს გავაკეთებ. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაშინვე გარდაუვალი გახდა რუსეთს უკრაინის ომის ალბათობა. და ამაზე ჯერ კიდევ ლაპარაკობდა იჩქერიის პირველი პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევი. მის ინტერვიუ თუ გაქვთ ნანახი, ის პირდაპირ თავის ინტერვიუში ამბობს, რომ დადგება მომენტი, როდესაც რუსეთი აუცილებლად დაიწყებს ომს უკრაინაში და ეს იქნება რუსეთის დასასრულის დასაწყისი. იმიტომ რომ მე თქმა უნდა ის სერიოზული სამხედრო იყო, მან იცოდა რუსეთის იმპერიის წყობა, სახელმწიფოსი და იმ მიმართულებების და შესაბამისად იცოდა ეს ომი გარდაუვალი იყო და რატო. გვინდა არ გვინდა ეს ორი სახელმწიფო, რომელიც არის დღეს რუსეთი და უკრაინა, რუსეთის მოდესოთ ესეთი სახელმწიფოს და საფუძველი მოდის კიევიდან. და როგორც ბევრ ხალხში მომხდარა, დღევანდელ რუსეთს აქვს ძალიან ისტორიული შორი კონტაქტი და ძალიან ზოგადი კონტაქტი კიევის რუსეთთან. კიევის რუსეთის დღევანდელი სამართალ მემკვიდრე თანამედროვე უკრაინა. ხოლო რუსეთის მთელი იდეოლოგიური საფუძვლები დგას იმაზე, რომ ჩვენ მოვდივართ პირველი რუსეთის სახელმწიფო შეიქმნა კიევში და ცდილობენ მაქსიმალურად დაუკავშირონ თავიანთი სახელმწიფოებრიობა უკრაინას, რაც აბსოლუტურად არასწორია, იმიტომ რომ რუსეთის სახელმწიფოება მოდის მოსკოვის სახელმწიფოდან დაახლოებით მე-15 საუკუნიდან, მანამდე ეს სახელმწიფო უბრალოდ არ არსებობდა. მანამდე იყო ოქროს ურდო, სხვადასხვა ურდოებში შედიოდა და კიევის მოსკოვის პირველი სახელმწიფო, რომელიც გამოეყო და არც ერასოც ერქვა მას რუსეთი, ეს იყო მოსკოვის სახელმწიფო და პირველად მხოლოდ ივანე გროზნიმ დაირქვა, რომ ჩვენ ვართ რუსეთი, ისიც იმიტომ რომ ცენტრმა რუსეთის და მე არ გეცრებოდი მე 20 წუთი ბატონო მე 20 წუთი ძალიან მოთმინებით გისმენდი და ეხლა კეთილი ინებეთ ერთი წუთი მე არ გეცრებოდი ეხლა ან დამაცაეთ ან აღგები და წავალ რა მე ხო არ გეშლებოდი არა ლიბერალების მიერ შექმნილი ისა რა ქვია ისტორია არ მაინტერესებს რა მე ვამბობ ისაც რეალობაა მე თქვენ არ გედავებოდით და არ გეჭდებოდით და იმიტომ რომ მე თქვენ არ გიკამათებით არა და მართალი ან უნდა დამაცადოთ ან კარგად გზნობოდით არა არ კარგად გზნობოდით თქვენ უამრავი ტყუილი თქვით წეგან მაგრამ არ ჩაგდებით ეს 15 მამალი ტყუილი თქვით მაგრამ არ ჩაგდებით არა იმიტომ რომ არ ვცდილობ მე თქვენ ამას შეგისწრებთ არ არის ჩემი ამოცანა არ არის ჩემი ამოცანა მასა უნაუთა თქვენ არ ახართ მართალი ჩემი ამოცანა არ არის თქვენთვის რა მართალი არ დანდებს ჩემი ამოცანა არ არის თქვენ ამას შეგისწრებთ რა თქვით ახლა ხო ჩემი ამოცანა სასაცილო არის ჩემი იცინეთ მე ბატონო ჩემი ამოცანა არ არის თქვენთან კამათი ჩემი ამოცანა ველაპარაკო ხალხს უნდა ვიკამათო კამათი იმიტომ არის რომ მე არ ვცდილობ თქვენთან კამათს აქედან გამომდინარე რუსეთისთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმიტომ რომ რუსეთი რომელიც სახელმწიფო პრაქტიკულად არანაირი კავშირი თუ არ ჩავთვლით ნოვგოროდის სამთავროს, რომელიც იყო განაპირა ტერიტორია კიევის რუსეთის და არანაირი შეხება კიევის რუსეთთან არ აქვს. ეს არის ოქროს ურდოს წარმონაქმნი, რომელიც წარმოიშვა მე-15 საუკუნეში და პირველად მხოლოდ ივანე მრისხანემ აიღო თავის თავზე რუსეთის მეფის ტიტული. ესეც ხდება უკვე ივანე მრისხანეს დროს. მანამდე არასოდეს მოსკოვის სახელმწიფოს რუსეთი არ ქმნებია. აქედან გამომდინარე, რუსეთს ის ყალბი იდეოლოგია, რომელიც მე-19 საუკუნეში დაწერეს რომანოვებმა, ეს იყო კრამზინის მეშვეობით რუსეთის სახელმწიფოს ისტორია, აბსოლუტური სიყალბე, რომ თითქოს მათ რამე კავშირი აქვთ კიევის რუსეთთან, რომ ეს ახსნან თავიანთვის მათთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა იყოს მათ ესე ვთქვათ მათ გეოპოლიტიკურ სივრცეში. ხოლო უკრაინელი ერისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ ცალკე ერად და პუტინის იდეოლოგია რა არის, რომ ჩვენ ერთი ერი ვართ და უკრაინელები ჩვენ არ ვართ ერთი ერი, თქვენ ხართ სხვა, ჩვენ ვართ სხვა, ჩვენ შორის არაფერი საერთო არ არის. და უკრაინელი ერის ჩამოყალიბებას აუცილებლად ჭირდება რუსეთისგან დისტანცირება. შესაბამისად ეს პროცესები რო წავიდოდა, აუცილებლად ეს მივიდოდა ომამდე. ეხლა მოდი შევაფასოთ პუტინის და ტრამპის შეხვედრა. ეს იყო ძალიან ცუდი შეხვედრა და რატომ პირველ რიგში. აქამდე პუტინს არ ხვდებოდა არც ერთი დემოკრატიული და ცივილიზებული სახელმწიფოს ლიდერი, მაშინ როდესაც მან სპეციალური სამხედრო ოპერაცია კი პირდაპირ თქვა ომი დაიწყო უკრაინაში.
მას არავინ არ ხვდებოდა, ის ხვდებოდა მხოლოდ მესამე სამყაროს შემორჩენილი ლიდერები და რუსეთი გახდა მესამე სამყაროს ლიდერი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ. ამ შეხვედრამ, მოდი პირდაპირ ვთქვა, არანაირი შედეგი არ მოიტანა. ცუდი შეხვედრა იყო, მაგრამ პუტინისთვის იყო მაინც უკეთესი და რატო? პუტინმა მოახდინა ფსიქოლოგიური გარდატეხვა და დაანახა საზოგადოებას, რომ აი მე კვლავ ხელჩამორთმევადი პიროვნება ვარ და დემოკრატიულ სამყაროში მე კვლავ ხვდებიან. ანუ პუტინი დაბრუნდა ცივილიზებულ სამყაროსთან დიალოგში, რაც ამასთან მანამდე ადგილი არ ქონია, ბოლო 2 წელია. მოდი ესე ვთქვა, შეხვედრა იყო ძალიან ცივი. ძალიან ცივი იმდენად, რომ ორივე მხარემ გააუქმა პრესკონფერენცია შეთანხმება იმის შემდეგ, შეხვედრის შემდეგ. პრესკონფერენცია გააუქმა. გააუქმა. ინფორმაციას არ პროფესორი. დამამთავრებინებს რა, დამამთავრებინებს. შეხვედრაო არ იყო. დამამთავრებინებს. ნარატივი. დამამთავრებინებს, ბატონო, ნარატივია თუ რა არის, ვისი ნარატივია კაცო? კაცო, რა მნიშვნელობა აქვს ვისი ნარატივია? მე ასე ვფიქრობ, კაცო და თქვენი ხონეები. რა თქმა უნდა. შედეგები გამოიღო და მე თუ მე ძალიან დიდი ტყვილი მეტყო. ბატონო არ ჩაუდარებია ერთი წუთი კიდევ ერთხელ გეუბნები მოთმინება იქონია საერთაშორისო მე როგორც მოთმინები მე მოთმინებით ვისმენთ თქვენ ტყუილებს რომ უკრაინამ დაიწყო ომი მომეკამათებით მე არ ვცდილობ თქვენთან კამას დამამთავრებინეთ თუ შეიძლება დამამთავრებინეთ თუ შეიძლება ანუ ორივე მხარემ გააუქმა პრესკონფერენცია და გაუქმდა დიპლომატიური ვახშამი. ვახშამი არ არის უბრალოდ ის, რომ ჩვენთან იმერეთში ვიღაცა რომ მოვა და პარტიული დაცვის თუმას. ვახშამი დიპლომატიური ვახშამი ნიშნავს ხარისთა კეთილგანწყობის გამოხატვას და იმას, რომ ხარებმა რაღაცა შეთანხმებას მიაღწიეს. ვერანაირი შეთანხმებას იქ ადგილი არ ქონია. ანუ ვერანაირი შეთანხმებით შეხვედრა ვერ დამთავრდა. ვერანაირი დოკუმენტზე ხელი ვერ მოეწერა. ეს იყო შეხვედრისთვის, რომელსაც მოყვება უცებად შეხვედრა უკვე შემდეგ ზელენსკისთან. მოდი ახლა ესე ვთქვათ, ეს ძალიან ცუდი იყო, პუტინი არის საერთაშორისო დამნაშავე, ეს არის ომის დამწყები კაცი და მით უმეტეს ამერიკის შეერთებული შტატების მხარეს იყო, ხო? ის სამხედრო ბაზაზე იყო. გეტყვით რატო არ დააპატიმრეს საერთაშორისო ზებილი და პატიმარი? გეტყვით რატომ არ დააპატიმრეს, იმიტომ რომ რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი არ არიან გაეროს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ხელშეკრულების წევრები. გასაგებია, მაგრამ ის ხო დამნაშავეა იყო? თუ გასაგებია, მაშინ ეგ შეკითხვა აღარ უნდა დამისვა. ის ხომ ამბობ, თქვენ დამნაშავე არის პუტინი? ის პუტინი დღევანდელ დღეს იძებნება ამერიკაში არ იძებნება? ამერიკაში არ იძებნება. პუტინი ჩაგიკითხებით, თუ პუტინი არის ეს საერთაშორისო დამნაშავე, რას ფიქრობთ ნეთანიაჰუზე ან ისრაელზე? ანუ თქვენთვის ისრაელის ისეთივე ოკუპანტია როგორც რუსეთი? არა, ისრაელი ოკუპანტი არ არის და ისრაელზე თუ ვილაპარაკ იქნება, მოდი საკ ვილაპარაკ ისრაელზე. არა, შეკითხვა. მოდი, მე მზადო. მოდი, პალესტინაში ხო? ასე დიქტატორს არ გაუკეთებია. მოდი, ეწოდე დავასრულე. პალესტინა არა, პალესტინაზეც. პალესტინაზეც გასცემ. ისტორიული ადგილი პალესტინელების პალესტინაზეც გასცემთ პასუხს. მე პალესტინაზეც გაგცემთ პასუხს. მოდი დავიწყოთ ასე. შესაბამისად, ამ შეთანხმების შემდეგ დადგა საკითხი ასეთნაირად. ტრამპი ზოგადად არის არასისტემური პოლიტიკოსი. ის არ არის ჩამოყალიბებული როგორც ფიგურა პოლიტიკაში, ის არის ბიზნესთან მოსული ადამიანი. და ის მოლაპარაკებებს აწარმოებს როგორც ბიზნესმენი. ანუ ის ქმნის ჯერ გაუგებრობას ყველა მხარეს და მე ამ გაუგებრობაში ცდილობს მაქსიმალური შედეგები მიიღოს. ეს არის მისი დამოკიდებული ინდივიდუალური მანერა. მანამდე არც ერთი ამერიკელი პრეზიდენტი ასე არ იქცეოდა. ყველა ამერიკელი პრეზიდენტი მეტნაკლებად იყო კიდე დემოკრატიული პარტიიდან, კიდე რესპუბლიკური პარტიიდან სისტემის ნაწილი, სისტემური პრეზიდენტები იყო ეს. ტრამპი არის უსისტემო. ბაიდენი, რომელმაც შექმნა LGBT სისტემა ამერიკაში. LGBT სისტემა არ შეუქმნია ბაიდენს, ეხლა მოდის რომ LGBT სისტემა მოდის ამდენი ხანია. ხო, მაგრამ აი აღზევების ხანაში. არა, მოდი ვერ ვიტყვით ამას. LGBT კორტინების LGBT ბოდიში და დაამთავრებ რა. არა, მე ბატონი ლევანი გასასამბოს მე ახლა პირდაპირ ეს არის აი მე რასაც ვხედავ ახლა ხო აი აბსოლუტურად ძალიან სწორი ინფორმაციები არის. ერთი დამთავრებინეთ რა. ზუსტად არა, ზუსტად თქვენ. სწორი ინფორმაცია რა იყო იცი?
ინფორმაცია იყო ისო თქვენ თვით რომ ამერიკამ დააწყებინა უკრაინას ომი. ეგ საერთო ინფორმაცია კი, ეგ ცილის წამება არის. თქვენ უარყოფთ რომ საქართველოში მაკეინმა დააწყებია საქმე. ეგ არის უარყოფ, ეგ არის ცილის წამება და სიცილე. რომ მაკეინა რო ხა საქმეში მიდი მიშა დაიწყება. არა ბატონო, ეგ არის ხა, ეგ რასაც თქვენ ეგ არის ეროვნული ღალატი. არავითარ ეროვნული ღალატი ეს არის ეროვნული ღალატი. ჩემი ნება რო იყოს, გასი განს ანგრევენ ქრისტიანულ და მართლმადიდებლურ სამყაროს, გაიგე? ეს არის სპეკულაცია. ეს არის სრული სპეკულაცია. ყველა ვისაც უჭირს გარბის და მართლმადიდებლური სამყაროს უკრაინაში ლიბერალური ფაშიზმი არ შეიძლება იყოს. ამერიკის სპეცსამსახურები ლიბერალური ფაშიზმი არ შეიძლება იყოს. იმათმა რომლებიც მოვიდნენ დღეს ევროპაში ხელისუფლებაში. ეს არის იმ ფაშისტების შვილიშვილები და მართლა ჩაუყარეს. პოდიში რა, რატო ყვირი ხარ? სიმართლე თქვენ ხართ თქვენ სრულთ. თქვენ ეწევით FSB-ს პროპაგანდას. თქვენი მიმართულებით თქვენ ეწევით FSB-ს მიმართულებით, კი ბატონო. დღეს აი სწორედ ის ლიბერალები კი ბატონო, თქვენ ეწევით სოფლიოს მასშტაბით. თქვენ ეწევით FSB-ს პროპაგანდას, კი ბატონო. ეს არის ქართული პროპაგანდა. არაფერი ქართული მაგაში არ არის. ეგ არის ჩემი ნება რომ იყოს, ჩემი ნება რომ იყოს. ყველა განცხადებული ადამიანს ვინც იტყვის რომ საქართველოს დაიწყო ომი, მე პირადად ციხეში ამოვალპობდი. ეგ არის სპეკულაცია. ეს არის სპეკულაცია. დიახ, ეგ არის FSB-ს პროპაგანდა. და მიშას ყველაზე დიდი დანაშაული ის იყო, რაც ფაშინიანმა ქნა, ის რომ არ გააკეთა, რომ ეკლესია არ გაწმინდა წითელი სამღვდელოებისგან. აი ეს ეკლესიის უნდა დაერქვა, ხო? აუც პირველ რიგში. არა, პირველ რიგში. არც მოსამართლეებზე უნდა გაეწია. არც პოლიციაზე არ უნდა გაეწია. არა, არც პოლიციაზე არ უნდა გაეწია. თქვენი მიზანი არის. დავით აღმაშენებელმა როცა დაიწყო ქვეყნის რეფორმა დაერია და პირველ რიგში ეკლესია გაწმინდა. ეკლესია უნდა გაიწმინდეს. ჩვენი მიზანია სახელმწიფოს გაწმინდა. ეკლესია არის გასაწმენდია. თქვენ უთხართ ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, გაიგე? ვერანაირად, ვერ დაგიტაყვებით. არც უკრაინაში სწორად მოიხსენე გას ეკლესიას გაუკეთეს? აბსოლუტურად. აბსოლუტურად სწორად მოიხსენე. მაგი აღარ თქვა მეორე. ეს მოიხსენე აბსოლუტურად სწორად. ღმერთი არაფერი ლები დახრიტეს, გაიგე? დახრიტეს, არავინ არ გაუკეთეს. ეგ არის ტყუილი. საგაუკეთეს. ეგ არის ტყუილი. გაუქმეს. მოდი. მართლმადიდებლური წირვა, ლოცვები დამამთავრებ, არავის არ გაუქმები არ. მართლმადიდებლური წირვა, როცა ჩვეულებრივად მართლმადიდებლური წირვა. მართლმადიდებლური წირვა, როცა ჩვეულებრივად აღევნება ეკლესიას. დამამთავრებინე. დამამთავრებინე ვერ ყვევი. თქვენ ვერ ყვევით. ანუ მე მინდა დავამთავრე ჩემი აზრი ესე რომ პირველ რიგში ტრამპზე და კი ბატონო, ტრამპი ამ შემთხვევაში ძალიან კარგი პასუხი გასცა ტრამპსაც და თვითონ რუბიოს განცხადებასაც, რუბიომ გააკეთა ეს განცხადება, რომ ის ომი, რომელიც დღეს მიდის უკრაინაში, ეს ჩვენი ომი არ არის. და კლინტონმა გასცა ყველაზე კარგი პასუხი ამაზე უთხრა, დიახ, ეს ჩვენი ომია. და ჩვენ უნდა ვიომოთ იქ და რატომ. უკრაინა საერთოდ დაჭირდებოდა 92 წელს არანაირი დახმარება ამერიკის და კლინტონმა მოახდინა ზეწოლა უკრაინაზე 1800 ქობინი, დაიმახსოვრეთ 1800 ქობინი ატომური იარაღი. სტრატეგიული ბომბდამშენები. ფთოსანი რაკეტები, რომელსაც გადააქვს ეს ატომური ქობინები. ბრიტანეთის, ამერიკის და რუსეთის ზეწოლით უკრაინამ გადასცა რუსეთს. იმის გარანტიით, რომ რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ბრიტანეთი იქნებოდნენ უკრაინის ხელშეუხებლობის გარანტები. რუსეთს როგორც შვებია ყოველთვის დაარღვია ის ხელშეკრულება, რომელსაც მას ხელი ჰქონდა მოწერილი და ამან წარმოშვა ავტომატურად და პირდაპირ უთხრა, რომ ჩვენ ვაიძულეთ უკრაინა, ეს კლინტონის სიტყვები იყო, ვაიძულეთ უკრაინა, ეს ამხელა შეერაღება გადაეცა რუსეთისთვის და ვინაიდან ჩვენ ავიღეთ ჩვენ თავზე უკრაინის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა და ეს უსაფრთხოება დაარღვია რუსეთმა, ეს ომი გახდა ჩვენი ომი. დიახ, ეს ჩვენი ომია, დიახ, ეს ამერიკის ომია. რაც არ უნდა გაიგოს ტრამპს, იმიტომ რომ ტრამპს არ აინტერესებს, ტრამპი თვლის, რომ ყველაფერი რაც მანამდე იყო ეს მას არ ეხება და თუ კი სხვა პრეზიდენტების მიერ იყო რაღაცა ვალდებულება აღებული ან ხელშეკრულება ხელმოწერილი, ეს არ თვლის, რომ ეს მისი ვალდებულებაა. ტრამპი არ არის ამ კუთხით სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ტიპი, იმიტომ რომ ისთვის რომ მხოლოდ მისთვის ის დოკუმენტებს აქვს ძალა, რომელსაც მან მოაწერა ხელი. რაც საბოლოო ჯამში ამერიკის ნდობას ძალიან ურტყავს. ეხლა დაუბრუნდეთ ევროპას. ევროპამ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად იცის და სხვათა შორის ერთი კარგი რაც გააკეთა ტრამპმა, ის იყო ევროპა შეაფუძღვნა, ესე ვთქვათ. იმიტომ რომ ევროპა გადართული იყო მთლიანად, რომელიც ბევრად უფრო დიდი ხალხის მოცემულობა რაოდენობა ყავს ევროპას, 850 მილიონი კაცი ცხოვრობს ევროპაში, 360 მილიონი ამერიკაში.
უფრო მდიდარია ვიდრე ამერიკა. ევროპა უფრო მეცნიერულად და ყველა ტექნოლოგიურ თვალსაზრისით წინ არის წასული, მაგრამ ის რომ მას ჰქონდა ამერიკისგან დაცვა და ამერიკული ბაზები იყო ევროპაში, ის თავს გრძნობდა უსაფრთხოდ. ამერიკა ხარჯავდა მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს ევროპის დაცვაზე. ევროპა მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის 1,2% ხარჯავდა თავდაცვაზე. ანუ პრაქტიკულად ამან დააყენა საკითხი რა, რომ როგორც კი ტრამპი ეცლება ევროპის დაცვის სისტემიდან გამოდის, ევროპაში დგება საკითხი, რომ და ბოლო-ბოლო ევროპელებმა თქვეს, რომ ჩვენ უფრო მეტრი ვართ ვიდრე ამერიკელები, ჩვენ უფრო მდიდრები ვართ ვიდრე ამერიკელები, ჩვენ უფრო განვითარებულები ვართ ვიდრე ამერიკელები და რა გვჭირს ჩვენ მაგათ დასაცავი. და საბოლოო ჯამში მარტო გერმანიამ წელს გამოყო 500 მილიარდი ევრო ევროპის შეერაგებული ძალების შესაქმნელად და უზარმაზარი თანხები გამოიყოფა უკრაინისთვის ხარდასაჭირად. ეხლა ამერიკასთან თემა რა იქნება? ამერიკა რა თქმა უნდა შეეცდება მშვიდობის თემა აქ გაათამაშოს, მაგრამ შეეცდება ამას ეს გააკეთოს უკრაინის ტერიტორიების ხარჯზე. რო უთხრას რომ ყირიმი დათმე, დონბასი და ის ტერიტორიები რომელიც წაიღო, ვთქვათ, დათმე და მოდი ეხლა გავაკეთოთ ასეთი რაღაცა რომ პუტინს ავაღებინებთ ვალდებულებას რომ დანარჩენ უკრაინაზე აღარ გამოიწვიოს და რა გინდა ჩვენ უკვე კიდევ ვიღებთ ვალდებულებას და ევროპაც უკვე მზად არის ამისთვის საფრანგეთის, გერმანიას და ამერიკას უკვე ალაპარაკდა ამაზე და პუტინის გააფრთხილეს ხოთაშორის და პუტინსაც უთხრა ტრამპმა რომ ნატოში შეიძლება არ მივიღოთ, მაგრამ ჩვენი სამხედრო ბაზები განთავსდება უკრაინაში. და ამაზე ტრამპმა პუტინმა ეს უკვე პრაქტიკულად იმის სანაცვლოდ რომ ეს ტერიტორიები წაიღოს გაატარა. ანუ იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვენ დაუშვებთ რომ ეს ტერიტორიები იქნება დათმობილი, რუსეთისთვის დგება მაინც უფრო ცუდი საკითხი რომ უკრაინაში გაჩნდება ნატოს სამხედრო ბაზები, რაც რუსეთისთვის არ არის მომგებიანი. საბოლოო ჯამში მე არ მგონია რომ ზელენსკი ამას დათანხმდეს, ევროპელების ხარდაჭერა აქვს დიდი. ევროპა კიდევ რეგიონების სამხედრო თვალსაზრისით არ არის ისეთი ძლიერი როგორც ამერიკა, მაგრამ ევროპას აქვს ძალიან დიდი ფული და პირდაპირ ევროპა ყიდულობს ამერიკისგან იმ შეერაღებას, რომელსაც დღეს უკრაინა ამოს და პირდაპირ ეწყვიან ამერიკას რომ შენ ჩაიხსენი, თუ შენ აღარ გინდა ამ საქმეში მონაწილეობა, გადი გვერდზე. ნუ გაჩაერები პოლიტიკურად, ჩვენ ხო ფულს ვიქცით ამ შეერაღებაში, ჩვენ ამ შეერაღებს ფულს გადავიქცით. ვიყიდით შენგან შეერაგებას, ვიმეცოთ უკარეს და შენ გადი გვერდზე. რა თქმა უნდა, ტრამპი ამას არ დათანხმდება და სავარაუდო ჯამში და შეეცდება მაქსიმალური შედეგები გამოიტანოს თავიდან, იმიტომ რომ ტრამპს თავის ინტერესები აქვს უკრაინაში მინერალების სახით. დიახ. ეხლა თქვენ დამისვით შეკითხა ისრაელთან დაკავშირებით. ისრაელზე ვიტყვი და ისრაელის თემაში შემდგომ დავიწყე, იმიტომ რომ ისრაელს ვიტყვი ორი სიტყვით. რა ვთქვა, აცლევანი ბრძანა აგერო თითქოს და ახლა ეს იმ კომბინებთან დაკავშირებით და საერთოდ ვინ დაარღვია ის პრინციპი და ის შეთანხმება, რომელიც თავიდან იყო შეთანხმებული, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისე რუსეთი, ხო? ეს ახლა ლევანი ისაუბრა იქით მიმართულებით, რასაც დღეს საუბრობ მთელი ლიბერალური სამყარო, ხო? აბსოლუტურად. ხედელობაში. არა ლიბერალური სამყარო. ან მაშინ ეს შეკითხვა მეკნევა თქვენთან. თქვენ ამას ყველაფერს მეზახი ეძახით ლიბერალურ სამყაროს. თუ შეიძლება დამისახელეთ, რომელი სამყაროა ამ ეგრეთ წოდებული თქვენ რო ლიბერალურ სამყაროს უწოდებთ, ამის საპირწონე და რა ქვია ამ სამყაროს? გაგერ ევროკავშირით ვინ არის დღეს? არა, სწორად გამიგეთ. დღეს გეკითხებით. მე არ გეკითხები. მე არ მინდა ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიის მე სხვა რაღაცას გეკითხები. მე გეუბნები, თქვენ რო ლაპარაკობთ ლიბერალურ სამყაროს. ეს არის სწორედ ლიბერალური სამყარო. ვინ არის ამ ლიბერალური სამყაროს საპირწონე და რა ქვია ამ სამყაროს? ამ ლიბერალური სამყაროს საპირწონე და აი რომ იტყვი საპირისპირო ძალა არის ქრისტიანული მართლმადიდებლური ქვეყნები, მაგალითად რომლებსაც ებრძვიან დღეს მთელი ეს საბერძნეთი, ბულგარეთი, სერბეთი, რუმინეთი, უნგრეთი არ არის მართლმადიდებლური და არც სლოვაკეთი. ქრისტიანები ეგენი ორივე კათოლიკეები არიან. ორივე კათოლიკეები არიან. მაგალითად სერბეთი, მაგალითად რუსეთი, გაიგეთ. რუსეთი საიდან მოიტანეთ რუსეთი მართლმადიდებლური ქვეყანა? ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ქვეყანაში. საიდან მოიტანეთ? ვინ გითხრათ? უკრაინაში დაანგრიეს ეს ყველა. რუსეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არის არამართლმადიდებელი. ან ათეისტი, ან მუსლიმი, ან ბუდისტი. ჩვენთანაც არის ეგეთები რო იწოდე. ჩვენთან უმრავლესობა არა, სიმართლე გითხრა, არ საქართველო არ არის, იმიტომ რომ ეკლესიას რო შესთავაზა ამ ხელისუფლებამ გამოვაცხადოთ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიათო. ამ ეკლესიამ რომ უარი თქვა მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიას გამოსცემაზე. არა, მე ვცდილობ თქვენ არა მართებულად იყრეთ ტერმინებს და მინდა გაგაჩი შენ იმას ასე იგი არ გავცე პასუხი რა რას უნდა გასცეთ? ის თვით რომ ანუ თქვენ წარმოთქვით საკითხი რომ რუსეთმა დაარღვია ეს ყველა რა შეთანხმებაც იყო თავიდან საფრანგეთის დროს, როდესაც უკრაინას ჩამოართვეს. რა შეთანხმებაა? შეგიძლიათ მითითოთ შეთანხმება, ნომერი, თარიღი. როდესაც
უკრაინას ჩამოართვეს ბირთვული პოტენციალი გადაართვეს ეს როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა რომელი წელი იყო საბჭოთა კავშირი როდესაც დაიშალა ეს იყო 1990 თუ არ ვთქვი 11 თუ 12 წელი არ გახსოვს სწორად მაგ დროს არ გახსოვს ეგ 99-14 წლები იყო პრეზიდენტი იყო ბილ კლინტონი უკვე არა მე გეუბნები უკრაინულ მხარეს გეკითხე ხო და გეუბნებით ეს ხელშეკრულება რომელიც დაიდო 99 წელს პირიქით მოხდა ამ ყველაფერი. გასაგებია უკრაინას არ დარჩებოდა არც ერთი ბირთვული სკოპი და იმიტომ რომ ეს საქართველოს და საქართველოს გაიწერეს რაღაც გარკვეული იმის შემადგენლობა რაც ბირთვულ საფრთხეს სამართალს. ეგ ცალკე გამოსაძიებელი თემაა. გაიწერეს, ეს გაიწერეს. საქართველოს წრეებმა ვინმე ხელშეკრულება. იყო შეთანხმება, ესეთი შეთანხმება. კი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ეს შეთანხმება შედგა, თქვენც გაგადიცით, მეც გაგადიცით. ამერიკელებსა და საბჭოთა კავშირის სიტყვიერად. გასაგებია სიტყვიერი ბიჭო, რა მნიშვნელობა აქვს მაგას? რომ ისა ნატო არ გაფართოვდებოდა არც ერთ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში და ის არ განალაგებდა თავის ბაზებს, ხო? აი ეს იყო შეთანხმება, მაგრამ ძალიან მალე დაიღო ეს შეთანხმება აბსოლუტურად და ნატომ დაიწყო სწრაფი ტემპით უკვე აი ამ მიმართულებით გაფართოება. კი ბატონო. დაიწყო, დაინახო. არაერთხელ შემოხდა მე. და ეს საბუძველია უკრაინაში შეჭრისთვის? რა უნდა მეტი მიზეზი კი არაფერია უკრაინაში შეჭრა. ეგ არის საერთაშორისო დანაშაული, ესაც თქვენ ამბობთ. მეტი. თქვენ ახლა აღიარეთ რომ რუსეთი არის საერთაშორისო დანაშაული. მე რას გეუბნებით, იცი? მე რას გეუბნებით, იცი? ომის დაწყება არის საერთაშორისო დანაშაული. მე გეუბნებით რომ ნახეთ რა ხდება. მე გეუბნებით რომ დაარღვია ვინ? ანუ დაარღვია ამერიკულმა ყოლი არაფერი დაურღვია. დაარღვია. უკრაინაში არ შეჭრილა ნატო-სა და არ შეჭრილა უკრაინაში ომი დაიწყო პუტინმა. ნატო დიდი ხანია შეჭრილი არის და ფარულად მოქმედებს. პუტინი შეიჭრა შეიარაღებული ძალებით პუტინი შეიჭრა უკრაინაში და დაარღვია რუსეთის ისკენ გამოდიო ამ დროს. არა, ხარ. მე ვამბობ რეალობას, რაც რეალობა არის ის რომ ომი დაიწყო უკრაინა. ჩვენ თუ კიდევ გავაგზავნებთ ომს და დავხოცოთ უფრო მეტ უკრაინელს, უფრო მეტ ქართველს, ხო? ჩვენ რუსეთს მოუგებთ ომს. ამასე უნდებით თქვენ ხართ და მე რუსეთის დამარცხება არის გარდუვალი. მე მეუბნები ხართ და ტრამპი ეუბნება ხალხს, რომ ეს სასწრაფო წესით უნდა შეჩერდეს. გესმით რა შესაძლოა? ჩემი არის ხალხი ეუბნება და ჩემი არის ექსპერტები ეუბნებიან სასწრაფო. რის ხარჯზე და ვის ხარჯზე? ეს უნდა შეჩერდეს. რის ხარჯზე? ეს უნდა შეჩერდეს. როგორც არის ახლა. ვის ხარჯზე? მომისმინეთ. არ მართალი დადებით თქო დოკუმენტი არც ერთი მხარე გააფორმდა და არც მეორე მხარე გააფორმდა ამ შეხვედრაზე. ეხლა რომი შეწყდეს, ახალი ომი იქნება, უფრო სისხლიანი და უფრო მძიმე. უბრალოდ ეს იყო შეხვედრა, პირველი შეხვედრა იმასთან დაკავშირებით და შიგნით უკვე კულუარებში რა საკითხები განიხილეს და რომელიც აბსოლუტურად არავინ არ დასწრებდა და რაზე შეთანხმდნენ, ეს არავინ არ იცის. ეს ის ორმა ადამიანმა, მაგრამ თავარი ის არის რომ შეთანხმდნენ, შეიხდება მუშა ჯგუფები, გესმით? მარტივად გეკითხებით, რის ხარჯზე უნდა შეთანხმდნენ, რის ხარჯზე? ბიჭო, შენ რა მოფიქრობ ახლა? როგორ ფიქრობ? აი ამ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში დღეს უკრაინა არის, ხო? რის ხარჯზე? რა უნდა შეთავაზოს უკრაინა? ამ მდგომარეობაში, რომ გაგრძელდეს ეს საომარი მოქმედებები, კიდევ ვარეს და უფრო მეტ ტერიტორიებთან დაკარგავს უკრაინული მხარე და არ გამოვრიცხავ, ლევან, რომ უკრაინამ სახელმწიფოებრობა არ დაკარგოს, გაიგეთ რა შეასაბამე, იმიტომ რომ უკვე ხარკოვს მიადგა, გაიგე? უკვე წდომა არა თუ მარტო რაღაც უკრაინის ნახევარ ტერიტორიაზე რუსეთის საარტილერიო და სარაკეტო ჯარებს. საარტილერიოს ვერ ამარა, სარაკეტოს კი ბატონო. არამედ თელ უკრაინის ტერიტორიაზეა, აი, დაჟე საზღვრებსაც უთხრამს უკვე, გაიგე რა შეასაბამე. ანუ ესე იგი რა, ანუ რუსეთი უკვე აკონტროლებს სამხედრო თვალსაზრისით, აკონტროლებს მთელ უკრაინის ტერიტორიას და სადაც უნდა იქ ჩააგდებს რაკეტასაც და ჭურსაც და გაანადგურებს ყველა რუსეთის სახელმწიფოს საცეცხლე დისტანცია ვიცით რომ არის ძალიან ძლიერი. ბოდიში ჩვენ გვახსოვს, როდესაც სირიაში კასპიის ზღვიდან სირიაში ისროლეს რაკეტა და ვისვიდე გაარტყეს მიზანს. არ გედავებით. დისტანცია შეუძლია. საჭირო აუცილებელი არის რომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს. ვის ხარჯზე? იმიტომ უნდა შეჩერდეს. რატო არ გეუბნებით რის ხარჯზე? არა, ბიჭო, ვის ხარჯზე იქნება? თავარი არის რომ ის მასშტაბური სისხლისღვრა უნდა შეჩერდეს. აქ მე ზელენსკიზე კი არ მაქვს საუბარი და პუტინზე კი არ მაქვს საუბარი და ტრამპზე კი არ მაქვს საუბარი. აქ იღუპებიან ჩვეულებრივი, უბრალოდ, უდანაშაულო ადამიანები, გესმით რა შეასაბამე. უკრაინელი ხალხი ნადგურდება. უკრაინელი ხალხი ნადგურდება და არის უდანაშაულო, კი. და იცავს თავს. გაგრძელდეს ეს განადგურება და გაგრძელდეს ეს გრევა უკრაინის. ეს მომისმინეთ. ამიტომ შეხედეთ ეგ არც თქვენი გადაწყვეტილება და არც ჩემი. ეგ მომისმინეთ. მე ვამბობ რას იცი? ბოდიში და. მე რას ვამბობ? ეგ პირველ რიგში ერთი წამი, ნუ არ არის ყვირილი საჭირო.
ეგ უნდა გადაწყვეტოს. ხო? ეგ მომენტი რა. ეგ უნდა გადაწყვეტოს. ეგ უნდა გადაწყვეტოს უკრაინელმა ხალხმა. უკრაინელი ხალხი მზად არის ამისთვის. თუ მზად არის ამისთვის, ღმერთმა გაუმარჯოს. უკრაინელმა ხალხმა უნდა გადაწყვეტოს რა უნდა მას. უნდა ის რომ შეინარჩუნოს ტერიტორიები, თუ უნდა ის გააგრძელოს ბრძოლა, თუ უნდა ის რომ შეწყვიტოს ომი, მაგრამ დათმოს დაახლოებით 25% უკრაინას. ფაქტი სახეზეა, ნახეთ, უკრაინელი ხალხი რატო ამისთვის მზად იცი? ჯერ ერთი რომ შიგნით თვითონ უკრაინაში შეიქმნა ზელენსკის მოწინააღმდეგეები, რომელიც ითხოვეს ზელენსკიზე არ არის. აი, ზელენსკი შევცვალოთ. რომელიც ითხოვენ რომ ზელენსკის ეუნებიან რომ შეჭედეს ეს ომი, შეჭედეს ეს ომი. მერე მეორე, სახელმწიფოში, სადაც იძულებითი წესით უკვე მიყავთ ადამიანები, თავისი ტერიტორიის დასაცავად იძულებითი წესით. მე გეუბნებით ამას როგორც სამხედრო კაცი. მე მაგალითად აფხაზეთის ომში და სამაჩაბლოს ომში ბიჭები რიგი იდგა, ქართველი ვაჟკაცი ბიჭები. ნახსოვს იყო. ხო, პატარა ბიჭები, 15-14 ბიჭები რომ იხვეწებოდნენ იარაღი მოგოცით წამყვენ ომში. იქ რა ხდება? იქ არ არის мотиваცია. მორჩა დამთავრდა. არანაირი мотиваცია აღარ არის იმისა უკრაინის საკონსტიტუციაში, რომ ამ ხალხმა იარაღი დაიკავონ ხელში და დაიცვან თავისი ქვეყანა. მოვლენათა ამდაგვარი განვითარება ნიშნავს ამიტომ უნდა შეწყდეს ეს ყველაფერი. მოვლენათა ამდაგვარი განვითარება ნიშნავს იმას, რომ პირველი უკეთეს შემთხვევაში უკრაინა დაკარგავს იმ ტერიტორიებს, რომელიც უკვე დაკარგული აქვს პრინციპში. და დაემატება, კიდევ თუ ასე გაგრძელდა. მე გეტყვით სხვა რაღაცას. ან არის უარესი ვარიანტი, თუ ასე გაგრძელდა, უკრაინა საერთოდ ჩაყრაპავს უკრაინას რუსეთი, გაუმეზოლდება ევროპას და მე უკვე საბრძოლო მოქმედებები მოუწევთ ევროპაში და ევროპაში, ეხლა თქვენ სამხედრო კაცები ბრძანდებით და არაერთხელ დაგიქვთ ეს შეკითხვა. უკრაინის დაცემის შემთხვევაში პუტინი რო შეიჭრას ევროპაში, სადგას პირველი არმია, რომელიც გააჩერებს პუტინს. რომელი ქვეყნის არმია? ევროპის ქვეყნებში დღეს მთელი ნატოს ჯარები და ეს რესურსი მობილიზებული არის. მთლიანად. ძალიან ცუდი მდგომარეობა. მეტად პოლონეთის მიმართ. პირდაპირ გერმანია პირდაპირ 2027 წლამდე ჩვენ არმია არ ვიყოლებაო. დღესო დავიწყოთ მზადება თქვენ არმიის შექმნა, ჩემზე კარგად იცით. არმია რო შექმნა, არმიის შექმნა შეიძლება წლები. რა თქმა უნდა. ეს ნიშნავს სამეთაურო შემადგენლობის გაზრდას, ეს ნიშნავს ტექნოლოგიების შეძენას, ეს ნიშნავს ჯარის თვნას, იმ სამხედრო ტექნიკის თანამედროვე სამხედრო ტექნიკა თქვენ იცით ძალიან რთული ემის ათვისებას. ჯარი ასე გამოიყო, ჩააცვა ავტომატურად ხელში დააჭერინო, ჯარი არ არის ეს. ჯარი ნაჭირდება. შესაბამისად ევროპას არის და მაგსაკითხებში გეთანხმებით. ევროპა ამ მდგომარეობა ახლა აი ამ მიმართულებით არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. კი ბატონო. ამიტომ არის რომ ამერიკის შეერთებული შტატებმა დაუშვათ და გაუშვათ დამატებითი კონტინგენტი და ამიტომ არის რომ ნატოს ჯარების სრული მობილიზაცია მოხდა სწორედ ევროპის უბედურება რა რუმინეთთან გაიყვანა ჯარი ტრამპმა ნატო დატოვა ჯარი არა რუმინეთმა გაიყვანა პოლონეთში დატოვა მაგრამ რუმინეთთან გაიყვანა ჯარები იმიტომ რომ მათ აღარ აქვს ამის რესურსი და ამის გავიგე ეს არ განაპირობა იცი ეს განაპირობა სწორედ იმ მიდგომებმა რა მიდგომების მათ ჰქონდათ იმ თავიდან როდესაც მათმა ესე იგი გადაწყვიტეს რომ თურმე სახელმწიფოებს არ უნდა ჰქონდეთ ის პოტენციალი და ის სიმძლავრე რომელიც დაიცავს მათ ქვეყნის ინტერესებს აი მაგაში გეთანხმებით ეს განამა განაპირობა ამ შემთხვევაში რუსეთი რა ავიღოთ ამ რუსეთს თქვა რუსეთში მიდიოდა ეს ყველაფერი აბსოლუტურად აი ეს პროცესი რა პროცესის ევროპაში დაიწყო ჯარებთან მიმართებაში ელცინის დროს მაგრამ დემორალიზებული გახდა მთელი რუსეთის ფედერაციის სამხედრო ქვედანაყოფები და იმ მდგომარეობაში იყვნენ უკვე რომ ფაქტიურად თურმე გასაყიდიო ყველაფერს ყიდნენ ეს ფაქტი სახეზეა. მიუხედავად ამისა, დღემდე რუსეთმა უკრაინაში იმდის იმ დროინდელი იარაღით. მაგრამ იმ დროინდელი იარაღით იმდის. ხო, მაგრამ ძალიან ცოტა თანამედროვე. მაგრამ ლევან რა მოხდა მე მოვიდა მე ეს ადამიანი, ეს კაცი მოვიდა რომელმა ადამიანმა დაინახა რეალურად ფაქტი წინაშე დადგა, ხო? და ამან განაპირობა. სწორედ რუსეთისგან ვინ გააძილა რუსეთი მითხარ კაცურად. დღეს ვინ გააძილა ნატოზე ფასების აწევამ 2000-იან წლებში გააძლიერა ამერიკა. ვინ დახვეწა დღეს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ქვედანაყოფები? ვინ აღადგინა რუსეთის სამხედრო მრეწველობა, როცა ეს ყველაფერი დაკონსერვებული იყო. სწორედ აი ამ ნაბიჯებმა, რა ნაბიჯებიც გადადგა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ. ის უკვე იძულებული გახდა იმისათვის, რომ მთელი პოტენციალი გამოეყენებინა. დღეს უკვე ის ჯარი აღარ აქვს რუსეთს, რომელიც ჯარი ცხავდა ელცინის დროს, ხო? დღეს უკვე დაახვეწა რუსეთმა. მაგაში ძალიან დიდი დანაკარგი. აი დღეს ახლა ორ გენერალ-ლეიტენანტი აუფეთქეს, ნახეთ რა მდგომარეობაშია. ეს ასეც არის. გენერალ-ლეიტენანტის
კი ბატონო, გენერალ-ლეიტენანტი კი მანდ მიდიან, პირველი მიდიან, დივერსანტებით შენ. მით უმეტეს ეხლა რუსეთის ტერიტორიაზე ის დრონები რო ფრინდა დადიან და უთხარენ ხო მობიადებს, ის უკრაინიდან კი არ მოდის, კაცო. არის ესეთი ქვედანაყოფები, დივერსიული ქვედანაყოფები შექმნილი უკრაინაში და რომელიც შეშებულია რუსეთის ტერიტორიაზე და თვითონ ძალიან ეფექტურად მუშაობენ აღიარეს. და მუშაობენ კაიგე, მაგრამ ეს ვერაფერს ვერ უშავს. რა თქმა უნდა, ტაქტიკური წარმატებები სტრატეგიულ ჩავარდნებს კომპენსაციას ვერ გაუკეთებს. კი ბატონო. ამიტომ ეხლა მითო ვიცახი რაოდენობა, იარაღი, ტექნიკა, ხალხი, აი მეტი აღემატება რუსეთი, გამოსtildeება მეტი შეიძლება რუსეთმა. ასევე გენერალ-ლეიტენანტი ამბეთკესი, გენერალი ზაბერ გენერალები და მოწინააღმდეგე მხარეს სამიზნე ჯარისკაცი კი არ არის. ჯარისკაცი კი არ არის. გენერალია. მოწინააღმდეგე მხარეს ჩვენ სამხრეთში ომში მოხსნილი ვქონდა. იმიტომ რომ სნაიპერს ადევებისები რომ შევიყავთ ხელმძღვანელი პირები. მოწინააღმდეგე მხარეს სამიზნე არის გენერლები, სარდლები და მეთაურები და შემადგენლობა. ვინც ყველაზე ხამალა ყურის და ვერ ხელებს ის არის სამიზნე. ამიტომ არის რომ ეხლა თქვენ რო იცახეთ რომ ის გენერალი მოუკლეს, ეს მოუკლეს, ბიჭო, იქითა ძალიან ბევრი მოუკლეს და იქითა თითქმის მეუმეტ ბევრი გაანადგურეს პროგრამა. ამიტომ არის რომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს. ეხლა ამ პროცესის შეჩერებას აუცილებლად მოყვება ახალი ომი. არამედ ახლა ომის მოყვება, როგორ მოყვება და როგორ არის გაწერილი და როგორ გადაიარაღება მოყვება და დააყრიან ისევ ერთმანეთს. რუსეთს ამ წუთში ამბობს და გეუბნება რომ შენ ეს ჩემი შეთავაზებები გაითვალისწინე, მე ვჩერდები, მორჩა, კაიგე. და შემდგომ რასაც ქვია, თავარი არის ცესლის შეცდეს. უკვე ცესლის შეწყვეტის შემდგომ უკვე მე რეიწება უკვე სხვა დანარჩენი საკითხების გარკვევა, შეთანხმებები რაღაცაზე, რაღაცის იმის დათმობა, რაღაცის ამის დათმობა, როგორც ჩვენ უნდა გაგვეკეთებია. რაღაცა ჩვენს უნდა დაგვეთმო, რაღაცა რუსეთს. რა გქონდა რუსეთთან დასაცავად? რა გქონდა დაგვეთმო? რა, მაგალითად. გქონდა ის რომ რუსეთი გეუნებოდა ის რაღაც ის ავადსახსენებელი ნატოში შეშაუნდა და კონსტიტუციას რო შეიტანეს. რომელმა მას შეიტანა ერთი მით. კობახიძე. ხო, აი რომელმა შეიტანეს. კობახიძე თქო გეუნებით. რატო ჩაწერეს ის კონსტიტუცია? ამას გეუნება, კაცო. შენ მე წვიწინ. არ შემიძლია მე კობახიძემ ჩაწერა. მე არ საერთოდ შენ მე ნუ მიფქრის საფრთხეს. შენ საფრთხეს რომ შენი მეზობელია და იყოს მტერი შენი პოტენციალი მტერი და უყურებო ძლიერდება ეს იმიტომ რომ შენი დანგრევა და განადგურება უნდა. შენ რას გააკეთე? როგორც მინიმუმ მე არ უნდა შევკრნა იმას საფრთხე რომ ის გაიქცეს ჩემთან და ჩემთან მომყოლოს სახში. მაინც კაცო აღძელებს მაინც. შენგან საფრთხეს არანაირად არ ელოდება ის. მაგრამ აღძელებს შენ განადგურებას იმიტომ რომ მას შენი შორს და შენი სიმდიდრე უნდა ხელში ჩაიგდოს. მარტივად გეტყვით საქართველოში ნატოსკენ ორიენტაციას და სწრაფვას. მე ამას გამეცკაცო ჯერ. რას გითხარი ახლა? მაგალითად მითხარ და ის რომ შენი მეზობელი რომელიც შეწინააღმდეგ ძლიერდება და უნდა შენი განადგურება. შენი განადგურება უნდა იმიტომ რომ შენი სიმდიდრე უნდა ხელში შეიგდეს. მოდი ახლა ესე თქვა. ეს მეზობელს ასუსავ შენ მითხარი. ნუ ყოველ მე პირდაპირ გეტყვით. საქართველოს შემთხვევაში იქამდე არული ბიზნესზე პირდაპირ პასუხობთ. საქართველოს შემთხვევაში სანამ თავისი არსით საქართველოს მარტივად გეტყვით. 18 წლის ჩვენი დამოუკიდებლობის დეკლარაციით არის ნეიტრალური სახელმწიფო. მე პირდაპირ გვიწერია მე-5 მოხდით. საქართველოს არის ნეიტრალური სახელმწიფო. რატომ გაუჩნდა საქართველოს 2001 წლიდან შევარდნაზე რომ გააკეთა განცხადება რომ ნატოში უნდა შევიდეთ და ავიღეთ აიპაპი და ამის შემდეგ აიპაპის შემდეგ წინ ვერ წავიწიეთ უკვე 24 წელია ნატოსთან მიმართებაში იურიდიულად. რატომ გახდა ეს საჭირო? იმიტომ რომ რუსეთი ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. რომ არ იყოს რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, საფრთხე კი არა, რეალიზებული საფრთხე საქართველოს არანაირი мотиваცია არ იქნებოდა ნატოში გაწევრიანებაზე. ლევან 1992 წელს, როდესაც დაიწყო საქართველოში 91 წელს უბრალოდ სამოქალაქო ომი. მე ძალიან კარგად მახსოვს ყველაფერი. შემდგომში გადაერთო აფხაზეთის სამაჩაბლოში, ხო? ეს იყო ყველაფერი დაწერილი სცენარი ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების მიერ. და ვინ გვებრძოდა აქ? რუსეთი მაშინ ჩვენთვის მაშინ არ ეცალა, კაიგე? ვინ გვებრძოდა? არ ეცალა რუსეთს. ვინ გვებრძოდა? ამიტომ იყო რომ ზვიად გამსახურდია, რატო ჩამოაგდეს? იმიტომ ჩამოაგდეს რომ ამერიკის შეერთებული შტატების რომელიც მისი პრეზიდენტი იყო, ჩამოსულ წარმომადგენელი და ზვიად გამსახურდია, პირდაპირ ეუბნება და უთხრა რომ შენ უნდა გააკეთო ეს. სწორი უთხრა. არა. გამსახურდი მე ამას ვერ გავაკეთებ, კაიგე და სწორედ იქ რაზე იყო საუბარი, ცი გამსახურდია საუბარი იყო იმ LGBT არაფერი LGBT-ზე, კარგით რა ხალხო რა წევრი. კაკო ასათიანი ცოცხალია მით გამოიყვანა და კითხე კაკო იჯდა იქ და კაკო ასათიანი ელაპარაკობდა. თავისი გაჭირვებით დავიდანებეთ. ანებეთ კაკო ასათიანი იქ იჯდა ერთადერთი მოწმე ამ კაცის. რომელიც წყაროების პირდაპირ დადასრულებულდა. არავით არ LGBT-ზე. არა LGBT-ზე ლაპარაკი იყო, მე გეტყვით ბოდიში. ამერიკელებს აწყობდა და დღესაც აწყობს. მე გეუნებით რა უთხრეს
გამსახურდიას. მე გეუბნებით. არა, მე გეუბნებით გამსახურდიას მომენტი ამოწია. არა, ამოვწუროთ, იმიტომ იქ იწყება, იქიდან მოდის ის არის პრობლემის დასაწყისი. არა, გათქმევინეთ რა. ამერიკელებს ჭირდებოდა საქართველოს ჭირდება დღეს პლაზდარმად. გაიხარეთ, სწორედ გამიგეთ. პლაზდარმად, რუსეთის წინააღმდეგ. მათ მოხდეს არც აინტერესებს იმათ, გაიგე. პირველ რიგში, მათ მოთხოვეს გამსახურდეს ასეთი რაღაც. აი, იქიდან იწყება ჩვენი თველი ეს სიტუაცია, აი იქიდან მოდივართ. როდესაც ჩამოვიდა ნიქსონი საქართველოში, უთხრეს რომ კი, ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ოღონდ ჩვენ მიცემული მოგო გორბაჩოვისთვის სიტყვა, იმიტომ რომ ბუში და გორბაჩოვი ძალიან კარგად იყვნენ ერთმანეთთან, მამა ბუშის საუბარი და პირდაპირ უთხრეს გამსახურდიას. ჩვენ ბუშისთვის გვაქვს მიცემული სიტყვა, გადიან მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები, დანარჩენი ყველანი რჩებით და ახალ სამოკავშირო ხელშეკრულებაზე აწერთ ხელს. ეს მოთხოვა პირდაპირ ნიქსონმა. გამსახურდიამ ამაზე უთხრა ცივი უარი. მაგრამ ეხლა ეს შემოთავაზებაც რა იყო, ეს პოლიტიკაში არსებობს დიპლომატიური ხერხი მოსინჯა ნიქსონმა, რამდენად გამსახურდია პრინციპულად იყო განწყობილი თავის განზრახვაში, თუ დათანხმებოდა თუ არა. გამსახურდიასგან როგორც კი მიიღო უარი, უკვე ჩათვალა რომ ეს შეიძლება გადავიდეთ მეორე ეტაპზე. გამსახურდია თვითონ უარი, ნინო საფრთხები დაინახა, გადავიდეთ მეორე ეტაპზე და უთხრა. მოდით მაშინ ესე ვთქვათ, ჩვენ დაგიჭერთ თქვენ მხარს, ანუ გადავიდეთ მეორე ეტაპზე, ოღონდ საქართველოში უნდა გავაკეთოთ კორიდორი. რა კორიდორზეა საუბარი? იმ კორიდორზეა საუბარი, რომ კასპიის ზღვიდან შავ ზღვაში უნდა გასულიყო ეს დერეფანი, რომელზეც საბოლოო ჯამში მაინც გავიდა. გამსახურდიამ ამაზეც უარი უთხრა. არა, მაგას არ გავაკეთებთ, დერეფანშიო დიდი საფრთხეებია. ეს ნამდვილია, ეს ასია, უარი უთხრა და პირდაპირ გეტყვით. ყავა რომ მოუტანეს ნიქსონს და დაუდეს, არც კი, აი პირდაპირ რო აიღო და დაელია და უარი მიიღო ამაზე, აი ეს ყავა არც დაულევია. თურქული ყავის ჭიქა იყო, დაუდგა უკან, ადგა და გამოვიდა. ამის შემდეგ თქვა სწორად, მაშინ ვერ კაცი დინების აწინააღმდეგებისო. ეხლა რუსებს გაუხარდათ, რომ ამერიკელებს უარი უთხრა გამსახურდიამ. ესე იგი, უკვე ელცინა ჩათვალა, რომ ეს პოტენციურად ჩემი მოკავშირეაო და მოთხოვა ახალ სამოკავშირო ურთიერთობაში შესვლა. იქაც როგორც კი მიიღო უარი, მოდი პირდაპირ ვთქვათ, ამერიკელებს ნუაბრალებს ამას. ამერიკელებმა ხელები დაიბანეს და გადგნენ გვერდზე, არ დაიცვეს გამსახურდია, იმიტომ რომ არ დადგა მათ მხარეს. ჩამოგდეს რუსებმა. ეს იყო რუსეთის გენშტაბმა ჩამოაგდეს. ეს იყო რუსულ-ამერიკული ოპერაცია, გამსახურდიას წინააღმდეგ. დაგეგმა გრუმ და შეასრულა გერვეზე. ველი პირი დაღიარეთ ახლა. გამსახურდიასთან კატეგორიული იყო ნიქსონი იმასთან დაკავშირებით, რომ გამსახურდიას უნდა მიესწრებართვა აქ მისი ბაზების განლაგების შესახებ. ბაზებზე იყო ლაპარაკი, იმაზე კორიდორზე. არა, კორიდორის ბაზები მოყვება. ბაზებზე ეს ხო ვიცით რომ სადაც კორიდორი ბაზა მოდის. ამას იყო კიდევ იმ LGBT კანონი. არ იყო ეს LGBT-ზე საერთოდ LGBT თემას. ვაიმე გაჩერდით რა. LGBT თემა არ იყო. საიდან მოიტანეთ რომ ჯერ საიდან მოიტანეთ რომ ჯერ მე ლიბერალი ვარ. არ ვარ მე ლიბერალი. მეოცეთი. ამიტომ აი საქართველოს თუ კი ვინმე კონსერვატორია, მე ვარ კონსერვატორი, რატო ვარ ლიბერალი კაცო? აი ხა გავიგებთ ხარ კონსერვატორი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რაც გააკეთა საქართველოს მიმართებაში და როგორც მიმდინარეობს დღეს, ეს დღემდე გრძელდება. ამერიკის შეერთებული შტატების აი პირდაპირი ამოცანა არის და პირდაპირი ინტერესები არის რომ საქართველოში განალაგონ სამხედრო ბაზები. მე ვინუშლის ხელს. ვინუშ რაში ვჭირდება ჩვენ სამხედრო ბაზები? ძალიან გვჭირდება. რაში ვჭირდება? 4-5 სამხედრო ბაზა ძალიან კარგი იქნება. პირველი სამიზნე იქნება უკვე შენ ის რაკეტები შენ დაგაცვლინება თავზე. ერთი მითხარით, სადაც ამერიკული ბაზა დგას და ერთი რაკეტა ჩამოვარდა. მე რას გეუბნები ცი? ერთი ტერიტორია მითხარით, სადაც ამერიკული ბაზა დგას და რაკეტა ჩამოვარდა. მე გეუბნებით იმ ქვეყნებს, რომელი ქვეყნებს ესაზღვრება რუსეთს. გაიგეთ რა შესაძლებელი. რუსეთს. ნებისმიერ შემთხვევაში ამერიკის ბაზა სადაც დგას, სად ვინის რონა რაკეტა. აქეთ იმიტომ რომ არ ესაზღვრება რუსეთს და ამიტომ არ ვარდება ბაზები და რაკეტები. ანუ ფინეთი არ ესაზღვრება, ნორვეგია არ ესაზღვრება, პოლონეთი არ ესაზღვრება. გასაგებია, მაგრამ იქიდან ეხლა რაც დღეს დღეობით პირდაპირ აი საქართველოს შემადგენლობაში არის თელი ეს ძალა მობილიზებული. გაიგე? ამერიკული სამსახურები. როგორ არის? არის კაცო, რას ამბობ თქვენ დღესაც ეხლა თავრობაში კი ბატონო, არაფერი ის არის, ეს არის ზღაპარი, ზანგეზური არის ზღაპარი, გაიგე? იმიტომ რომ მე გეუბნები როგორც სამხედრო კაცი, ის წარმოუდგენელია, რომ ის დერეფანი გაკეთეს, გაიგე? წარმოუდგენელია, იმიტომ იქ რელიეფია, იქ არ გაკეთება, ის არის მარტო იმისთვის, რომ ირანთან ახლოს როგორმე სამხედრო ქვედანაყოფი შეიყვანოს და გააკეთოს ამერიკელებმა. მორჩა, ეგ არის მეტი კი არაფერი. და მეორეა პოლიტიკური დატვირთვა. როგორმე
თურმე ამ პოლიტიკური დატვირთვა და პოლიტიკური ესე იგი რაღაც იმის ფონზე ივაჭროს რუსეთთან, გაიგე? ეს დიდი შეცდომა იყო. დიდი შეცდომა ხო? არა, რუსეთს აღარ რა, მომისმინე. ის დერეფანი რო გავიდეს საბოლოო ჯამში, ხომ აისმინის ყარსთან, გაიგე? ხომ აისმინის? მე როგორ ხდება? როგორ არის ამოვარდნილი რუსეთი ერთი მითხარით? როგორ არის ამოვარდნილი? როგორ არის ამოვარდნილი გეკითხებით? როგორ არის ამოვარდნილი? აი ესე გამოვიდათ, აი ესე გამოვიდათ მაგას, გაიგე? პირველ რიგში აზერბაიჯანმა და სომხეთმა დატოვეს მინსკის ფორმატი, გამოაცხადეს მინსკის ფორმატი ანულირებულად. ტრამპის უშუალო პატრონაჟით დადეს შეთანხმება. დიახ. ჩამოართვეს ერთმანეთს, წარმოუდგენელი რაღაცა მოხდა. სომხები და აზერბაიჯანელი. არაბელი სისულელე გააკეთეს, გასულ. ეგ არის სისულელე. დიდი სისულელე ეგ. თქვენ რა გონიათ, ამით საქართველოს ჩახსნეს? ამით საქართველოს პირდაპირ ვერ ჩაიქცება რამდენიმე ვერ ჩახსნიან. რამდენიმე წელი. ვერ ჩახსნიან. ინფრასტრუქტურის დაწყობას, გზის გაყვანას, კილინგის გაყვანას, გასამზადებელი და გასადერის გაყვანას ხეიცი რამდენი ხანი შეიძლება. ის კი მოვიცილეთ ამ ხელისუფლებას და ხელისუფლებას მომისმენ ხელისუფლებას ის კიდი გზა რომელზეც თქვენ საუბრობთ ის კიდი გზა ის სატრანსპორტო დერეფანი რომელზეც თქვენ საუბრობთ იქ ვერ გაკეთება მაგი იქ გამორიცხულია არც ერთი ის რელიეფია იქ ლევან ალპურ ზონებში შენ იცი რა იქ ვერ გაიყვან გზებს ვერ გაიყვან კაცო ვერ გაიყვან ბატონო ლევან თქვენ განაცხადეთ რომ ხელისუფლება უნდა მოვიშოროთ ამ ჟამიდელი რომ დაუბრუნდეთ ისევ დასავლურ კურსს თან ამავდროულად ახსენეთ რომ ხართ კონსერვატორი იდეოლოგიის მე ვარ კონსერვატორი იდეოლოგიის მატარებელი მონარქისტი კონკრეტულად საქართველოში რომელი ოპოზიციური პარტია წარმოგიდგენიათ ესეთ ძალად რომ მოვიდეს და შევინარჩუნოთ დასავლური კურსი და თან ასევე ვიცხოვროთ კონსერვატორული იდეოლოგიით. მე საქართველოს სამწუხაროდ კონსერვატორული იდეოლოგიის მქონე პარტია არ არსებობს სამწუხაროდ და როგორ არ არსებობს? როგორ არ არის? ცნებით ატოლევა როგორ არ არის? ალბათ თქვენთვის არ არსებობს, იმიტომ რომ მათ დასავლეთთან დაახლოება და ესე ევროკავშირში გაწევრიანება არ სურს. ეს არის კონსერვატორული მოძრაობა არ არის პარტია. ნეობოლშევიკური პარტია. მოიცადეთ, რა ნეობოლშევიკური პარტია არის? კონსერვატულმა მოძრაობამ გამოაფხიზა ხალხი სწორედ ამ მიმართულებით. გაიგეთ ასე ასაკი. არტიფომ გააკეთა ეს რომ გადატეხა ლიბერასტული ისა, რომ მეტყვი აქ საქართველოს რა ვერ გააკეთა, კაცო, რა სამო, რა ვაგეკატრებათ? ქვეყანას აღაცი და ის გარყვნილობა და ის სიპილწე, რომელიც მაგათ უნდა გაეკეთებიათ ამ ლიბერასტულმა ფაშიზმს, გაიგე? როგორ არ არის, კაცო? ნეობოლშევიკური გაერთიანება არაფერი ამათ იდეოლოგიურად არც კონსერვატიზმთან, არც ეროვნულობასთან შეხებულობა არ აქვს. ეს არის რუსეთის იმპერიის არმია. წითელი რუსეთის ტროას წრე. ეს არის აი შეხედე ახლა. ეს არის წითელი რუსეთის. ახლა შეხედე რა ხდება? შენ ხო იძახი არა ვარ ლიბერალია. ეს ზუსტად ახლა შენ ლიბერასტულ განცხადებებს აკეთებ, გაიგე? რასაც აკეთებ დღეს მთელი ლიბერასტული სამყარო. მე შევხვდი ამ თემას ლიდერად. მაგრამ დავშენ რა ზუსტად კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას. ჩვენ არა შემთხვევაში. ვის შეხვდით? მხარდამჭერებს. და პირდაპირ ლაპარაკია ადამიანი რომელიც მიდის სტალინის ძეგლთან ყვავილებს დებს როგორ შეიძლება იყოს კონსერვატორი როგორ შეიძლება და სტალინი ვინ იყო შენ სტალინის ვინ იყო სტალინი იყო სტალინისტი და ჩვენ ჩამოყალიბებული არა პირიქით შენ უნდა გიხაროდეს სტალინი რომელმაც დღეს რომელი ადამიანი დღეს სოფლიოს არ ავიწყდება იცი რატო სტალინი იყო პირველი მტერი ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიის მატარებელი ადამიანების გაიგე ეროვნული იდეოლოგიის პირველი მტერი სტალინი იყო ის ადამიანი სტალინი იყო ის მე ხა მაქსიმ მომისმენ ლევან მე სიხმისეულად არა სტალინმა გადაარჩინა მსოფლიო ბიჭო გაიგე სტალინმა გადაარჩინა მსოფლიო აბა მე გადაარჩინა არ თქვა მეორე მსოფლიო მე ამერიკელმა მოიგესო სტალინი რომელი პოლიტიკური იდეოლოგიის მიმდევარი იყო ბიჭო სტალინი შენ მომისმინე აქეთ სტალინი რომელი პოლიტიკური სტალინზე შენ რომელი პარტიის წევრი იყო სტალინზე ნუიტყვი რომელი პარტიის წევრი იყო კომუნისტური პარტიის ლიდერი იყო მე როგორ შეიძლება კომუნისტი იყოს ამიტომ შეგონდა იმას ეტაპობრივად ცვლილებები გაიგე კომუნისტური პარტია იყო კომუნისტური პარტია იყო ლენინის მიერსა და დაფუძნებული ხო ტროცკი მერე ვინ იყო ტროცკი და ლენინი ვინ იყო ეს ორივე ლიბერალური ფაშისტის იდეოლოგიის მატარებლები გაიგე როგორ არის იყო ტროცკი ტროცკი იყო პირწავარდილი ლიბერალი გაიგე რაშია საქმე და პირდაპირ გარყვნილობის იდეოლოგიას აფსერებდა რუსეთში ზანდება პოლიტიკური
იდეოლოგიებში ცოტა მოიკოჭა. მოდა, ამიტომ პოლიტიკურ მომისნებ. ვერც პოლიტიკურ იდეოლოგიაში ახლა კონსერვატორი იყო ჩერჩილი. არც პოლიტიკურ. არა, ლევან, მომისნებ. არც რუზველტი, სტალინი იყო ბოლშევიკი. არც პოლიტიკურ იდეოლოგიაში სიმართლეს არ ამბობ, ახლა გაიგე რა შეასახა. არ ამბობ სიმართლეს, იმიტომ რომ არასდროს თქვენი ისტორიას ამახინჯეთ, ბიჭო, ისტორიას, ბიჭო. მენაპარაკებიდან კაცმა რომელსაც 18 მიტროფონი შენიცინო სტალინის მოძღვარი ყავდა, იცი? მოძღვარი არა ის შენიცინო მოიცა კაცო, რას გაფრთხილებ? შენ წაიკითხე, ნახე, მაგრამ თქვენ ამახინჯეთ ამ ისტორიას, ესეც დაშია საქმე. როგორც დღევანდელი ისტორიას ამახინჯებთ, გაიგეთ? აი თქვენი მიდგომებიდან გამომდინარე ლიბერალური ფაშიზმი. ლევან, როცა რუსეთის შენ ატყულებ. მომი ამიდან არ მინდა მე სტალინზე საუბარი ახანტოჯი. მე სერგი რო გამოიყვანა და კითხა რომ მომიტანეს სინოდში ვიგი და შევიყვანო სია ეპისკოპოსებიცო 18 ეპისკოპოსი სია მოუტანა და ჩვიდმე მე ახლა მე დღევანდელობას გეუბნებით ის სტალინი რო ყოფილიყო დღეს არ იქნებოდა მაგრამ მისი იდეოლოგია რომ გაგრძელებულიყო ხო ეს სიმახინჯე რომელიც დღეს ხდება მსოფლიოში გაიგე ლიბერალური ფაშიზმის აღზევება ეს არ მოხდებოდა გაიგე და ძალიან არც უკრაინა არც საქართველო და არც სხვა დანარჩენი საომარი კერები არ წარმოიქმნებოდა. სახელმწიფო იქნებოდა არსებობდა. როგორ შეარსებობს როგორც თქვენ ახსენეთ კონსერვატორული ძალა ასეთი. ალტინფოზეც კრიტიკა გაქვთ. კომუნისტური პარტია. როგორ არის ბიჭო კომუნისტური პარტია ბიჭო? სტალინის სამყარო ყოველს მომიციდან. რო გამოიკვიძე ახლა სტალინს. წარმოიდგინე სტალინმა გამოიკვიცა საფლავში. წამოდგა დაინახა ზურაბ მახარაძე და ყვავილებით. ვიღა შვილო შენ რო ეტყვა და ზურაბ მახარაძე რა შუაშია მაგი? კონტრების ლიდერიო. ჯერ მახარაძე ხარ და ჩემ საფლავში ყვავილები. მე სტალინი არ იყო. მე კიდე კონსერვატორი. სტალინი არ იყო კონსერვატორი? არ იყო კონსერვატორი სტალინი ბიჭო? ბოლშევიკი იყო. ბიჭო რა შუაშია? ბოლშევიზი და გადადიოდა ის უკვე სწორედ იმ კონსერვატორული რელსებზე და ამიტომ იყო რომ მოკლეს ეს კაცი გაიგე? ამიტომ ლიბერალებმა მოკლეს შემდგომ ის ხრუშოვის ხელით გაიგე ამერიკის შეერთებული შტატების პესამსახურის აგენტი იყო. ხრუშოვი შეიძლება არ ყოფილიყო ლიბერალი, მაგრამ მათი მართვის და მათი დავალებით მოკდეს, გაიგე? გვაქვს LGBT თემთა უფლებებზე ესე პირამიდებული რომ იბრძოდნენ ლიბერალური ფლანგის წარმომადგენლები, ისინი მართავდნენ პრაიდები ჩაშალეს ალტინფოს წარმომადგენლებმა ისო პრაიდს არ ყო შენ კონსერვატორი ხარ? ხო, შეიძლება ითქვას რომ ხო, მაგრამ ეგ მხოლოდ არ არის. თუნდაც ნატაფერაძე, როდესაც წმინდა მატრონას ხატს შეასხა სანებავი, თქვენ რა პოზიცია გქონდათ მაშინ? მაშინაც გამართეს აქცია და ყოველთვის კონსერვატიულ იდეოლოგიას ავრცელებდნენ ეს ადამიანები. არასოდეს ხარე უბრალოდ ეს არის ფაქტი. კონსერვატიზმი ეს არის იდეოლოგია თალისნით, რომელიც გამოხატავს მაგალითად ორი სავარაუდო სოციალური ფენის ინტერესებს. ან ეს უნდა იყოს არისტოკრატია მიწათმფლობელი, რომელიც საქართველოში ეს სტალინმა რო ძალიან უყვარს ჩვენ კათოლიკოსთანს ამოწყვიტა 18-21 წლებში. ვის ამოსაწყვეტი იყო ამოეწყვეტა? იმიტომ ის ლიბერალები როგორ შეიძლება ლიბერალური ფაშიზმი აღაღზევო. როგორ შეიძლება როცა ჩვენ უყურებთ რომ ესენი არიან პირდაპირ პოტენციალური მტრები ადამიანების, გაიგე რაშია საქმე? პირველი ან ხმის ქვეყანაში კონსერვატიულ ფენას როგორც იტალიაშია მიწათმფლობელი არისტოკრატია საქართველოში ყველა ჩვენ მიწათმფლობელი არისტოკრატია რომელიც ბოლშევიკებმა ამოწყვიტეს და მეორე რომელიც ვერ ჩამოყალიბდა დღემდე სამწუხაროდ საქართველოში კონსერვატიულ ფენას მაგალითად ამერიკაში ტრამპი წარმოადგენს დღეს რომელი ფენის წარმოადგენელი ეს არის ამერიკის ეროვნული კაპიტალი დღეს კაპიტალი განსხვავდება ორნაირი ეს არის საერთაშორისო გლობალური კაპიტალი რომელსაც არ აქვს ეროვნება და არ აქვს საზღვრები და არის ეროვნული კაპიტალი. და ყველა ქვეყანაში ეს ორი კაპიტალი ერთმანეთს ებრძვის. საქართველოში მაგალითად და ძალიან დაჩაგრულია ქართული ეროვნული კაპიტალი და დომინირებს უცხოეთი და შემოსული ეს პირდაპირ თქვა და შესაძლოა დამტომარია საქართველოში. მე ვისი ბრალია მაგი? არა, კაპიტალი რო დღეს განიცდის ჩვენთან ვისი ბრალია? ლევან ეს მაინტერესებს, მე ვისი ბრალია? ეს არის ჩვენი ხელისუფლებების ბრალი. ჩვენი არა, როგორ გეკადრებათ? ჩვენი ხელისუფლების ბრალი არ არის. როდესაც ჩვენ გავხდით დამოუკიდებელი სახელმწიფო და ამ ქვეყანას შეენარჩუნებინა ეს ფაბრიკა ქარხნები, რომელიც ჩვენ საბჭოთა ეგრეთ წოდებული შეურამობს საბჭოთა კანონაში ქონდა, ხო? და განევითარებინათ, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენი კაპიტალი როგორ
ლუკაშენკომ თუ შეინარჩუნა, ლუკაშენკომ თუ შეინარჩუნა, ბიჭო, რას ამბობ? ბიჭო, იმიტომ ვერ შეინარჩუნებდა, ამერიკელებმა დაანგრიეს ეს ყველაფერი, ხალხი გაემათხოვრებინათ. აი, გე. ძალიან მარტივია, საქართველოში ეროვნული კაპიტალი არის სუსტი. ეროვნული კაპიტალში გულისხმობ კაპიტალს, რომელიც მოგება რჩება საქართველოში და საერთაშორისო გლობალური კაპიტალი არის, რომელიც შემოდის აქ იმკვიდრებს ადგილს და მოგება გააქვს საქართველოსთან. ანუ იმ შემთხვევაში თუ კი საქართველოში ოდესმე შემოეცნება ჩამოყალიბდება ჩვენ არისტოკრატიულ მიწათ პრობლემების კლასს ვეღარ აღვაქვს ეს ისტორიაში გამორიცხულია უკვე ხა და ერთადერთი შეიძლება საქართველოში ეროვნული კაპიტალის მატარებელმა ხალხმა ვინც იქნებიან დაინტერესებული იმათი მოგება ვინც რჩება საქართველოში შექმნა თავიანთი ინტერესების გამოხატული პოლიტიკური პარტია რომელიც დაიცავს ქართული კაპიტალის და ქართული ეკონომიკის ინტერესებს სწორედ ეს არის კონსერვატიზმი ქართული ეროვნული კაპიტალის დასვა ის ყველა ხელისუფლება რატო იყო ლიბერალური და დღევანდელი ხელისუფლება ლიბერალურია და რატო და თამაშობს უბრალოდ კონსერვატორობანას და რატო იმიტომ რომ თამაშობს ხალხის განცდებზე თორე ვერც ბიძინა ივანიშვილი ვერ იქნება მაგალითად კლასიკურად კონსერვატორი და რატო ის თავად გლობალური კაპიტალის წარმომადგენელი საქართველოსაც გულითაც და სულითაც უყურდოს ეროვნული საკუთრება კაპიტალი რომელსაც მას გააჩნია რომელიც კაპიტალიც მას მართავს არ მისცემს ამ საკუთრების საშუალებას იმიტომ რომ გლობალურ კაპიტალს თავად დრის წესრიგია აქედან გამომდინარე მე მიხსნით რომ საქართველოში აქვს პერსპექტივა მემარცხენეებს, საქართველოში აქვს პერსპექტივა ცენტრის ლიბერალებს და სამწუხაროდ შემდგარ გულის დასაწყებად ძალიან ცოტა პერსპექტივა აქვს ქართული ეროვნული იდეოლოგიის ქვეშ ჩამოყალიბებულ ნამდვილ ეროვნულ ძალის ფუნქციონირებას, იმიტომ რომ ან ლიბერალია, ან სოციალისტია. ან ლიბერალია, ან სოციალისტია. და პრობლემა რა არის კიდე? ქართველი ჩამოყალიბდა მე-20 საუკუნეში ძალიან ცუდ ფსიქოტიპად. კულტურული და ტრადიციულად ჩამოყალიბდა ტრადიციონალისტად და პოლიტიკური და პოლიტიკური და ეკონომიკური ხედვები აქვს მემარცხენე. ანუ ჩამოყალიბდა ესეთი რაღაცა მემარცხენე ტრადიციონალისტად რა. ვინ გააკეთა მაგ იმერე? ვინ გააკეთა? რა ბოლშევიკი მაგ გააკეთეს? რასაც შინაბობა ხო? ეს გააკეთა ლიბერალურ ფაშიზმმა, გაიგე? საქართველოს საერთო ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში 1920 წლებში 20 წლებში არა მაგ საუბარი მე გეუბნები ახლა 20 წლებში მე გეუბნები აეხლა სწორედ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი რომ ამ მდგომარეობაში არის დამოუკიდებლობიდან როდესაც ქვეყანა გახდა დამოუკიდებელი და შემდგომ ეტაპობრივად დაიწყო სწორედ ლიბერალური ფაშიზმის განვითარება ამ ქვეყანაში აი სწორედ ეს იმის ბრალი იმ იდეოლოგიის ბრალი არის იმ პოლიტიკის ბრალი არის და იმ პოლიტიკა მე გიყვანა იმ ეკონომიკის გრევაზეც თქვენ ახლა კაპიტალი ვერ გეკეთება შენ თუ შენ ვერ გეკეთება საკუთარი მრეწველობა საკუთარი ქართლები მე ვინ გააკეთა ეს? ვინ გააკეთა? ვინ და მე კიდევ გამეორდები, რომ საქართველოს შეენარჩუნებინა ის ფაბრიკა ქართლები და ის გრანდიოზული მთელი ეს რომელიც სამრეწველო საშუალებები, როგორც ბელორუსიამ შეინარჩუნა. რომ არ არის მითი, კაცო, რა მითი არის? ეს არის სიმართლე, გაიგე? თქვენთვის მითია. თქვენთვის მითია ყველაფერი, რასაც ეროვნულს ვამბობთ, გაიგე? ეს არის მითი თქვენთვის ყველაფერი და რასაც ესე იგი დამახინჯებული პოლიტიკა შემოიდანებენ, ეს თქვენთვის მისაღები არის. არ გვერი ვარ კაცო, იმიტომ სიმართლეს გეუბნები. ეს ხმილი არ არის. მე ხმამახ ასეთი. სამხედრო კაცი ვარ, ხმამახ ასეთი. ქუთაისის ავტოკარხანა. ვინ დაანგრია? ქუთაისის ავტოკარხანიში მანქანებისთვის მოტორები საიდან შემოდიოდა? ბიჭო, გასაგებია. საიდან შემოდიოდა, მაგრამ ასე იყო ბელორუსიაში. მოიცა გაჩედი. ამიტომ სახელმწიფო რო გახდი შენ დამოუკიდებელი, ხო? ქუთაისის ავტოკარხანა შეეძლო სწორედ, რასაც თქვენ ამბობთ, ძრავები თვითონ ეწარმოებია, გაიგე? ვაწარმოებდა. შენ როგორც ბელორუსიაში იყო, გაიგე, როცა მაზი გამოდიოდა, გაიგე და ძრავები სხვაგან შემოხონდა. მე იმან გააკეთა, იმ კაცს თუ გააკეთა, შენ ვერ გააკეთე, მაგრამ იმ კაცს არ შეუშვა უცხოური ინვესტიცია, ვითომ ინვესტიცია, რომელიც იმაშობოდა, ხუპავდა ქვეყანას. ფაბრიკა გახდები შეინარჩუნა. ეს პროცესი შეჭადა პრივატიზაციის, მაგრამ ძალიან დაგუპა. შევარდნაძებია ჩაატარა. მაგი ჩაატარა ამერიკელებმა. ერთ და რა დაგიდეს ყველაფერი. მარტინ ბაუერის შემოყვანა საქართველოში ქართული მეჩეიობა მოკლა. დედაუტირა ყველაფერს. მთელი ბიჭო, მთელი ეს შევარდნაძემ კი არ გააკეთა მეთქი, მაგ გააკეთა ამერიკელებმა. დასავლეთ საქართველოს რომელიც იყო ციტრუსზე პირდაპირ ესე დამოკიდებული და ქუთაისში რომელიც იყო მწვანე ბაზარი, გაიგე? და
ღარუჭი და გლევს და ყველაფერი არსებობდა, გააკეთეს ამერიკელებმა. ფაბრიკა გავდები დაანგრიეს ამერიკელებმა. საქართველოში გვეკოლებიან მემარცხენეები. არც მემარცხენეები. არც მემარცხენეები და არც ვიცა რა ქვია, იმას ლიბერალისტები საქართველოში ვერ გაბატონდებიან. საქართველოში იქნება ნამდვილი ქართული ეროვნული პოლიტიკა, რომელიც ამ ქვეყანას ააშენებს და აყვავებს. არის როგორ არა, ძალიან ბევრი ქართველები ხო ჩვენ და რომელიც დავამშვიდობოთ. ძალიან დიდი მადლობა ეს საინტერესო დებატებისთვის. მაყურებელსაც დაინტერესებოდა და დარწმუნებული ვარ. მადლობას გიხდით მოსმენისთვის და ყურებისთვის და გემშვიდობებით. გაგადმანდებოდეთ.